მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს. გისურვებთ ყოველივე კარგს, წარმატებულ წელიწადს, როგორც თქვენთვის, ისევე ჩვენი სამშობლოსთვის. მე მოხარული ვიქნები თუ დამდეგ წელს ჩვენი სამშობლო გაერთიანდება. მე შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე ვარ, ჩვენი სტუმარი არმიის თადარიგის კაპიტანი უჩა გუგუჩია, 2008 წლის ომის მონაწილე. პირველ რიგში მინდა მადლობა მოუხადო თქვენს ტელევიზიას, რომელიც თავის პირველ ნაბიჯებს დგამს საზოგადოებრივ საწყისებზე და აქვს ამბიცია მიაწოდოს საზოგადოებას სიმართლე და არაფერი სიმართლის მეტი. ზუსტად ამ ფორმატში აღმოჩნდით ჩვენ დღეს ამ სტუდიაში, რათა საზოგადოებას უთხრათ ის სიმართლე, რომელსაც დღეს არც ერთი ტელევიზია საინფორმაციო ომის პირობებში არ აშუქებს. არ შეიძლება ერმა იცხოვროს გამუდმებული ნაყროვანებით, არ შეიძლება ერი გადაყვეს მუცელს. სიმაზღრის სინდრომმა არ უნდა ჩაითრიოს ქვეყნის უსაფრთხოება, რომელიც ვალდებულია იდგეს ჩვენი საზოგადოების სადარაჯოზე. გამარჯობათ ბატონო უჩა. გაგიმარჯვეთ. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ახალი წელი, ახალი წელი ყველა ღირსეულ მამულიშვილს. ასევე ამ ტელევიზიას მინდა ქართული აზრის დამფუძნებისთვის დიდი მადლობა მოუხადო და წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. მე მინდა მყურებელს უთხრა, რომ ის ავანტიურა, რომელიც 2008 წლის ომის დროს ქართველმა ერმა ომის სახით მიიღო, თავის შედეგებს მიუხედავად მრავალი წლის შემდეგ ისევ ნათლად აჩენს. ქვეყანაში არ დამდგარა 2008 წლის ომის გამოძიების შედეგი, მეცაც ვიტყვი, არავინ არ არის ამ ფაქტით დაინტერესებული, რაც რა თქმა უნდა არის ცინიზმი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობისთვის და ფრაგმენტულად ჟღერდება საზოგადოებაში ის მასიური ღალატი, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში გმირობად გასაღდა. დღევანდელი ჩემი სტუმარი სულ რამოდენიმე დღის ჩამოსულია საფრანგეთიდან, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი, რომლის საქმეც საფრანგეთში ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის. ამას თავად მოგიყვებათ, მაგრამ უმთავრესი მოტივი მისი სამშობლოში დაბრუნებისა არის ის, რომ დღეს თავდაცვის სამინისტროში ჩაბუდებულ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს შეახსენოს თავისი თავი. თუ მოსავალი არ იქნა საჯიშე სიმინდით დათესილი, ის არც პირველ წელს და არც მეორე წელს სათანადო შედეგს არ მოიტანს. ამიტომ თუ ჩვენ წლის დასაწყისშივე არ ვიზრუნეთ იმ შედეგისთვის, რაც წლის ბოლოს უნდა მივიღოთ, თუ შემდეგ ამას არ მოყვა სათანადო რეაგირებები, თუ სამოქალაქო სექტორი სათანადოდ არ ჩადგა საქმის ყურში, ნუ დაგწყდება გული, თუ რატო არის საზოგადოება შემდეგ ინდიფერენტული. ბატონო უჩა, ძალიან გვაინტერესებს იმ საომარი მოვლენების ნაწილი, რომელშიც თქვენ მონაწილეობდით და მე დავიწყებ იქედან, თქვენ სად მსახურობდით, თუ შეიძლება საზოგადოებას უთხრათ, რა მოხდა საომარი სიტუაციის იმ ეპიზოდში, როცა სენაკის ბაზა გავიდა და ერგნეთში შევიდა, აქედან რო დავიწყოთ ყველაფერი. დავიწყოთ, ეთილი. ვილაპარაკე ფაქტები და არგუმენტები და დანარჩენმა საზოგადოებამ განსაჯოს. დიდი ხანია ამის თქმა მინდა ფართოდ. მე ერთხელ ვილაპარაკე, მქონდა მოწვევა მეცხრე არხის ეთერში, ხო და მან ჩაიწერეს ეს მასალა, თუმცა ერთი სამწუთიანი მონაკვეთი გაუშვეს მარტო დანარჩენი მაგ დისკის დასავალი არ ვიცი. მე ახლა მოგიყვებით თუ როგორ ვითარდებოდა იმ დღეებში აგვისტოს დროს ეს მოვლენები. საღამო იყო ასე 6 საათი 7 აგვისტო. გამოცხადდა ანგაში აზარმული ვითარება. ავიღეთ ყველამ როგორც ყოველთვის შეიარაღებაში ავიღეთ იარაღები, შევიარაღდით, ველოდებით შემდგომ გადაწყვეტილებას და მითითებებს. მე არ მქონდა ხა იმის ფუფუნება ზედმეტ თათბირთებზე დავსწრებოდი,
არ ვიყავი შესაბამის თანამდებობაზე და ამის ინფორმაცია მეთაურისგან არ მიმიღია რა ხდებოდა. უბრალოდ კაზარმული რო გამოცხადდა ვიმოქმედე წესდების მიხედვით. დილას ასმიმ საღამოს რა უკვე 6 საათი იქნებოდა ასე. გადავედით უკვე ვითხრეს უნდა გავსულიყავით გორის მიმართულებით და დანარჩენს იქ მივიღებდით ბრძანებას. მოგვაწყეს პლატზე, მაგრამ აქ ისე აღსანიშნავი რომ მოგვაწყეს მარტო ცალკეული ასეულები, საშტაბო ასეულები. და ამ საშტაბო ასეულებს მეთაურად დაუნიშნეს დღევანდელი წანისის მეთაური ელგუჯა ბებინიძე. მაშინ იყო მაიორი. მაშინ დაზვერვის კურსებიც ახალი დამთავრებული იყო ბრიგადაში. მოწვეული იყვნენ ინსტრუქტორები ისრაელიდან. დაზვერვის კურსი ჰქონდა გავლილი. მას იქნებოდა საღამოს 8 საათი. გავედით ბრიგადიდან საშტაბო ასეულები გორის მიმართულებით. იმ საღამოს დავბანაგდით გორში, ატმების ბაღები იყო მან და მეორე დილა რო გათენდა ასე 6 საათისთვის ჩატარდა თათბირი. მე მან დავინახე აკადემიის ოფიცრები, მაშინ აკადემიას ხელმძღვანელობდა ტარიელ ლონდარიძე, დღევანდელი პარლამენტის წევრი. და მისი სიქვისლიც უკაცრავად საუბარ შეგაწყვეტიებ დღევანდელი გვარდიის სარდალია. ხო, ეს ვიცი, მაგ პიროვნებას ვიცნობ. რომელიც არჩევნებს აყალბებდა 2008 წელს ერაყში ვასიტის პროვინციაში, ესეც მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს. და ეს ის ადამიანია, სადაც ახლოდიანი დაინიშნა მის მოადგილედ ყოფილი ზონდერი, რომელსაც არქანი აყავს ნაწამები. უბრალოდ ეს პატარა გაშლისთვის. გააგზელეთ ბატონო. ამის შესახებ მე არავითარი ინფორმაცია არ მაქვს და დანარჩენს რაც ხდებოდა, იმას მოგახსენეთ. დიახ, ბრძანეთ. დილით ჩატარდა თათბირი, მაშინ მე ვნახე 53 ბატალიონის მეთაური ჭედია, ცხონებული, ჩემი მაგარი ძმაკაცი ახლობელი. უფროს კურსზე იყო მაგი და კაი ურთიერთობა მქონდა, მაგიდან ხვდა აკადემიაში და ამიმიხსნიდა დავიდა რომ მევედი ახალი ვიყავი რა ხდებოდა როგორ და დოქში მაგარი ძმა იყო. კაი ვაშკაცი, მეომარი ათოში იყოს მისი სული. და მე შევხვდი ამ პიროვნებას ველაპარაკე და მითხრა უჩაო ჩვენო შევდივართო პირველი ერნეთის მხრიდანო. ხო და ჩვენთან შეთანხმებით მოქმედებთო ჩვენო გუჯასთან მაქვს ბიბინიძესთან კავშირიო და ეს ბრიგადები შეთავსებული 53 ბატალიონთან ბრიგადის საშტაბო ასეულები რა შეგვათავსეს რა. გავიდა გელა ჭედია თავისი ბატალიონი ცოტა ადრე და მივყვევით ჩვენ საშტაბო ასეულები, რომელსაც მეთაურობდა ბიბინიძე და საშტაბო ასეულის მეთაური იყო ჩემი უშუალო ანტონ ქუთათელაძე. დავიწყეთ შესვლა ერნეთის მიმართულებით, მივდიოდით გზაში, გაშლილები, როგორც წესი და რეგია, ეს ანტო სტანდარტი, ასე ვთქვათ, გვერდზე გზის გვერდებზე ათეულები და გაშლა და მეთაური წინ. ასე ვთქვათ, შევედით უკვე ერნეთის ტერიტორიაზე და ზემოდან თავს დაყვებოდა სუ, რომელიც ბომბავდა ცხინვალს, ბრუნდებოდა უკან და ერთი და იგივე იყო ეს, ორი დადიოდა და ერთმანეთს ვლიდნენ რა, ერთი წამოვიდა და მეორე ბომბავდა რა. და ჩვენ მოყვებოდა თელი გზა ზემოდან. მოწინააღმდეგის მოიერიშე თვითმფრინავი. ჩვენ არ ვიცოდით ჯერ ეს ვინ იყო, არც მოწინააღმდეგე, რაც მეთაურმა იცოდა, გეტყვით, ამას რატომ ლაპარაკობ, არ გქონდა ჩვენ ეს ვინ იყო. რა ხედავდით, რომ უბაგუნებდა ცხინვალს და ჩვენი ვარაუდით, ეხლა ფიქრობდით, რახან ცხინვალს ბომბავს ჩვენებია, თორემ ჩვენ არ გქონდა ინფორმაცია სინამდვილეში ვინ იყო. თუმცა აღმოჩნდა რუსების მოიერიშეები გადაგვიფრინეს და მე მეკვირს რომ მივდიოდით სანამ გზაში, იქ რატომ თუ ჩვენი განადგურება უნდა და ასე, მაშინ რატო არ მოგვიღეს ბოლო. ყველა შეეძლოთ, ან არ გქონდათ მაგის ჩამოსაგდები, არავითარი
საშუალება გონდათ მამათი ვითომ ხარისებიო და მე მაგის ვერაფერი ვერ ნახე კარგი მან შესვლა და გვე ჩაიხშო კავშირი დავკარგეთ ბატალიონის მეთაურთან კავშირი 53-ის ხონებულ ჭედიასთან ხარისი ჩაიხშო და დაიწყო ბრძოლის მართვა ტელეფონებით რა ვიცი ეს შეიძლება კომენტარს გავაკეთებ ვინც იცის როგორ წარმოებს საბრძოლო მოქმედებები და რას ნიშნავს საომარი მოქმედების დროს კავშირის უზრუნველყოფა მან იცის რა აღირებულია საინფორმაციო მართვა ომის დროს და ნუ ეთყობა ეს არანაირ კომენტარს არ უძლებს საომარი პროცესის წარმოება ტელეფონებით ასე ეთყობა მხოლოდ ომის სააკაშვილისეულად იყო შესვლა უკვე ერნეთის ტერიტორიაზე და უცებ შეხვდა მან ბატალიონის მეთაური დღევანდელი გელხაური ლერი, რომელსაც შემიძლია დავახასიათო როგორც გმირად, თუ ვინმეს ეკუთვნოდა გმირობა და გენერლობა, ეკაც უნდა ყოფილიყო. მაგის დამსახურებით არის ბრიგადები, დღეს გადარჩენილი და შეერაღებული ძალები. ამას ყველა აღიარებს და დარწმუნებული ვართ ის ისეთები აღიარებენ, რომელსაც ამის აღიარებას არ სურს. უბრალოდ რომ აღიარონ სხვა გზა არ აქვს. ყველა მის რომ ეს კაცი არის ასეთი, მაგრამ დღესაც ბატალიონის მეთაურია როგორც ხდები, როგორც ვიცი. სატანკოს მეთაური იყო ომის დროს, მე შემდეგ რაბედი ეწია ვერ გეტყვი. ეხლაც მეთაურია მე მგონი სატანკოშია, მაგრამ არ გაუშვიათ ზემოთ და ნუ გადამწვარი იყო ენდეთი, კიდე ყველაფერს, აი მაღაზიები რაღაცები სულ იწყოდა რა ყველაფერი აქედა. მე დავხვდა ეს გელხაური და ორი ტანკი იყო კიდე ნაცნობები რა ჩვენი სენაგის სატანკო ბატალიონი ესენი წამოსული იყვნენ ადრე და გადამზადება მიდიოდა ვაზიანის პოლიგონზე რა და ესენი აქედან ჩაერთნენ ბრძოლას რა ჩვენ მერე ჩამოვედით ესენი უკვე იქ დავხვდნენ ჩვენ დაბომბილი იყო ეს გადამწვარი იყო იწოდა რა საერთოდ ეგნეთის ტერიტორია რა შევედით შეგნით და უკვე კავშირი ჩაწყდა, ყველაფერი არაფერი კავშირი არ აგვაქვთ. მე სატელეფონო ზარებს უშვებ, მე წვრეკავ ჭედიასთან, მიყურებია მე არც ბიბინიძესთვის და არც ჩემი უშუალო მეთაურისთვის, იმიტომ რომ მე პირადი ურთიერთობები მქონდა და ზმაგასობა ჭედიასთან და მეტყოდა რა, უფრო ასე ჩავთვალე საჭიროდ. მაგრამ ვერ გავდივარ ტელეფონით, ისინიც ვერ გადიან და არ გვაქვს რა, წინა ბატალიონთან რომელიც შევიდა. ეგი წავიდა ზემოთ მართულებაზე, აქეთ მას წერი ახოს მართულებაზე წავიდა, როგორც ვიცი. და ჩვენ ჯერ ვდგავართ ტეკთან. ტეკი ცხინვალში, პოლიციის ტეკი რომა, მათ. და ჩამოშდა ხალხი, დაგლილი ხალხი, ხამენათევი გზაში, თან მერე უსებ შესვლა. ზოგი ისვენებს, ზოგი თავის ოჯახის წევრებსთან მესიჯობს, ზოგი რაღაცა წყალოს რო გავიდეს, ზოგს უჭირს გასვლა ტელეფონს, ზოგს და ასეთი სიტუაციაა. ხო და ისეთი ადგილი მომძებნე რა, ტელეფონს თუ დაეჭირა და ცოტა ჩემი 20 ევრიდან წავიწიე რა აქეთ. ის მართულებით. ერთი სამი კაცი ვიყავით რა. ისაც ტელეფონი და სახლიდან მომივიდა მესიჯი გამიგეთ და რო დავაგვირდი ტელეფონს რა, მე თქვი, ზემოთ ავალ მეთქი მზე მაჭერდა რა, იმაზე და წავიკითხავ კარგად მეთქი. ოჯახიდან იყო წერილი და მოთხარი დავამშვიდე ნორმალურად არის მეთქი სიტუაცია მას წერ და ხესთან ვარ ცოტა მახლუზე რა ბორცზე ასული და ხესთან მიჯექი რა და უცებ რაღაც გრუხუნის ხმა მომესმა რა რაღაც ასეთი და წამებში უკვე ცეცხლი მიკიდია ქვემოთ რა იმაზე რა მინდორზე რა ცეცხლი და გაიბსო ბოლი დადგა და მე ჩამოვხდი უცებ ინერციით ჩამოვარდი ქვემოთ და გავიხედე ახლა ჩვენი ხალხისკენ რა და ისეთი ჭყივილი როგორ თქვა გოჭები ჭყივილი და დაჭრილი ხალხის ყვირილი და ვაიმე და გნავილი როგორ თქვა რა ვიცი ძალიან შემზარავი იყო ჩემთვის ის მომენტი და რო დადგა ეს ბოლი ხედავ გაშლილია ეს დაჭრილები ყრია პირველი რაც ნახე ჩემი საშტაბო ასეულის ჯარისკაცი იყო თემური ბაკუჩავა ნათელში ამყოფოს მაგისული თავისი ბრონეჟილეტიანად გადაუჭრია რა შუაში რა ნასლავები გარეთ იყო განმოყრილი და ნუ სამი მიცვალებული ადგილზე დაიღუპა რა ნუ ესენი
ერთი იყო 53 მძღოლი, ამბულანსი მძღოლი. ორი ჩვენი რა, ერთი ნიკიტინი საშტაბო ასეულიდან და მეგობარი იყო. ქუთაისელი. ერთად დავამთავრეთ სამხედრო ლიცეუმი. ანდა წინა დღეს გაუბავში სვავდნენ და ნეტავი ჩაესვათ, უკვე გაბზანება გამზადებული. ავარიაში მოხდა წინა დღეს ვიცი იმ გაუბავში უნდა და ჩასვა რა მაგისი და ტელეგრამთან ნასვამის გამოცხადდა რა მაგი და ტელეგრამი უძილო გაჭირებული კაცი მე ვიფიქრე გემაინს უთხარი მეთაურს ასეულის მეთაურს გემაინს ჩაგესვა მეთქი დღეს ოსკარი იქნებოდა თამაზი უკაცრავად სიტყვა არ დადო უჩავ ბოდიში რო გაწყვეტიებ სამხედრო ლიცეუმში ჩვენ მთელი 2 წელიწადი ერთად ვისწავლეთ და ჩვენ ნამდვილად ის თაობა ვიყავით მე 84 წლიანი ვარ და ის თაობა ვიყავით ვინც 20 ლარიან საბუთებს არაკეთებდა გირჩის ეგრეთ წოდებული გირჩის და საოკუპაციო ზოლთან არ გარბოდა და უკაცრავად და უკანალს არ იხდიდა. ეს იყო ის თაობა, რომელსაც ნამდვილად გქონდა განცდა იმისი, რომ ჩვენი სისხლით და ჩვენი ხორცით უნდა შეგვეტანა წვლილი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და როდესაც ვინმე სლავიანური გვარის მოქალაქეებს ცუდად მოიხსენიებს, მან გაიხსენოს, რომ თამაზ ნიკიტინმა თავი შეწირა ამ ქვეყნის ერთიანობას. ის ძალიან ღირსეული ბიჭი იყო. ამ დროს გადავეცით ასეულის მეთაურმა დარეკა მაქსოვს დღევანდელი დღესავით ანტონ ხუდათელაძემ დაურეკა ზეზვალი პარტელიანს მეორე ბრიგადაში ბატონო მეთაურო ჩვენმა ჩიტმა დაგბომბაო რა ეგ სიტყვები უთხრა პირველი რა ისეთი წარმოდგენა ქონდა ყველას ეს ჩვენმა შემთხვევითო რა ჩვენმა ჩიტმა როგორ დაგბომბა ესენი იყვნენ რუსები დაატირებულები და დაგბომბეს რა მან და კიდევ კაი რომ ის მოხდა დაბომბა და ასეთი იმით დამთავრდა თორემ ჩვენ ხიდი რო გადავსულიყავით ისინი მაგათ ელოდნენ ხიდს რო გადავიდოდით რა აი ხიდს დააფეთქებდნენ რა ერნეთის ხიდან დავიქით ვერამი გადმოვიდოდა ცოცხალი აი ესაა ჩემი აზრი ისინი ელოდნენ ამას იმიტომ რომ ამას უფლებას ამის ხმის უფლებას მაძლევს რომ გელხაურის ტანკი ერთ ადგილს უბაგუნებდა და ძალიან გაუშროს სისხლი რა მაგათ რა მე წამოვიდა ის დაბრუნდა და ჩამოვიდა იძულებული გახდა გაეჩერებინა და ამას მოყვა ეს ყველაფერი და მან 65 ადამიანამდე როზუსტად რიცხვებში არ ვიცი დაიჭრა და 3 ადამიანი დაიღუპა და ეხლა მოქმედებას ხალხი უკვე პანიკაში ჩავარდა ბევრი უმრავლესობამ ეს ვერ მოხარშა კარგად ეს გადაჭრილი ხალხი გადაფეული ეხლა ჩვენ მაინც აკადემია გქონდა მაშინ ძველებს დამთავრებული რუსული ტაქტიკით და იქ ყველაფერი ვასწავლეს რა როგორ გვიხსნიდნენ და შეჩვეული ვიყავით ეს მაკეტები გადაჭრილი ხალხის ნანახი ქონდა და არ იყო ის ბევრისთვის მაგრამ ბევრმა ესეთი რეაქცია მიიღო რომ მე რა ვიცი მაგას როგორ რა ოფიცრობა ეკუთვნოდა მანამდე ნატო სტანდარტი ხო და ნუ ესენი თავის სერტიფიკატებიანად გაიხსნენ აქედან რა გაროჩე მიცვალებულთან ვერ მივიყვანი რა რომ დამედო ეს დაუძახე დამეხმარე მეთქი ერთ ოფიცერს სახელი არ მინეხავს რა პრინციპში მიხვდება მე თავი ხომსახურობს ის ხო გიგას როგორ არა გმირია და აი ეს რა ბოლო მეცვალებულებთან ვერ მივიყვანი რა რომ დაგვედრო მანქანაში დავაწყეთ საწყლები და გავიყვანეთ რა ეს დაჭრილები მანქანები მოვიდნენ და ნელა და მივიღეთ გადაწყვეტილება რომ უკან დაგვეხია ცოტა და დავლოდებოდით ბრიგადი ჩამოსვლას რა უკვე გზაში იყო რა წამოვიდოდი რა ესენი დავხიეთ უკან რა ტყვიავთან დავბანაკდით რა და არა გასულით 15-20 წუთი და მოდის ჯიპების კოლონა წინ ეზერაშვილის მანქანა და გადმოვიდნენ მინისტრი გოგავა და რა ხდება ვინ მოგცადო თქვენ უფლება უკან დახევის და გარუჩი ილანძღება რა ეს ეზერაშვილი მივარდა ბიბინიძესთან შეურაცხყოფა მიაქენა სიტყვიერიც ჩემი მოგცავა აქ უკან დახევის უფლებაო დავა უკან შეყარე ეს ხალხი ისევო და ნუ ეს დაიბარა და წავიდა სხვა გზა არ ქონდა და ეს დანაბომბამი ადგილზე შევედით ისე უკან რა ევამეს ასე უკვე 1-2 საათი 3 საათი იყო გასული უკვე დავბანაკეთ ყველაფერი პოზიციები გავინაწილეთ ყველა და დაზვერვამ შეაჩნია რა რომ მოდის გაშლილი კოლონა ამ ტანკების რა ზემოდან განათდა ყველაფერი რა იმდენი მოდიოდა რუსების ტექნიკა
და გავედით იმ ღამეს რა. გავედით და გზაში გავიარეთ მახსოვს დღევანდელი დღესათვის ნახეთ რუსების პოსტი რა. ერთი ბემბე იყო და რამდენიმე ჯარისკაცი რა. ჩვენთვის ამის აყვანა და ტყვედ არც დიდ იმას არ წარმოადგენდა სიზნელეს 200 კაცი მოვდიოდი და ვინ იყვნენ ეგენი. გვიყურებენ ასე დაბნეულები, შეშინებულები და უბრალოდ გვიყურებენ, ხედავთ რა. კონტაქტის უთხარი მეთაურს მე ველაპარაკე, მან უთხარი რომ ესე რომ ავიყვანოთ მეთქი, ტყვედ გამოგვადგება მეთქი და ესენი არ ჩაერევიანო, მე ასეთ პასუხი მივიღე რა. არ ჩაერევიან ესენი მე რატოც იყვნენ რა, ეს ეწოდებული სამშვიდობები, მაგრამ მაგათმა რომ იმოქმედეს ისე მაგა დედაც ვატირე, მაგათმა დახოცა ჩვენი ბიჭების უმრავლესობა მე. ესენი ვითომ ეგრეთ წოდებული სამშვიდობეები იყვნენ, მაგრამ მაშინ მაგათმა უბრალოდ გავიარეთ ამან და წავედით და დავბანაგდით ქვემოთ შინდისთან რა. ჭადრებს ეძახიან და ჭადრებს დავბანაგდით რა. მან იყო სახმელეთოს შტაბი, მან სარდალიც იყო ბალახაძე. ნუ აქ იყვნენ ყველანი. და იმ დროს მოხდა ესეთი სიტუაცია, გადაიფრინა და ჩამოვაგდეთ ერთი ბომბდამშენი და მესიმწყოლი ისა პილოტი გასავად. დავიყვანეთ ტყვედ ის იყო რომ ყავდათ აქ დამკურნალეს. ბეჭზე გასადები კომპლექსით ჩამოვაგდეთ, ხო? ხო, მე მგონი მათმა მე არ მინახია ერთი ჩამოვაგდეს, მაგრამ სხვა ქვედანაყოფმა ჩვენმა რა, ქართველებმა ესე მაგათმა ჩამოვაგდეს, სადაც სარდლობა იყო იქ შტაბთან ახლოს. იმან ჩამოვაგდო ახლოს ისინი რა. ბომბებს ყრიდა რა და მე ეს კვადროციკლების ბეჭზე გადასატანი კომპლექსები რო იყო ზუსტად მაგ მოძრაობდა თქვენს დანაყოფებთან და ეს მეოთხე ბრიგადასთან იყო უფრო ეს კალანდაძის ყავდა თორემ ჩვენ იქ ვინც ვიყავით მაგ კვადროციკლები ჩვენ არ ყავდა რა ბოლოს კი ნახე ერთი სალი ყოფილა ერთი ვაგაცი იჯდა ისე გარბოდნენ რა ბოლოს ესენი კი ნახე ერთი კვადროციკლი გოლია სენაგის ბრიგადას მან ბოლო დაბანაკდით აქ და დააღამდა ეს რამე ისინი ბრიგადა წამოსულა და ავიდა ავნებში და ავნებში განლაგდა ჩვენ აქ სასტაბო ასეულები უკვე დარჩენილი რა ერთი 200 კაციდან 60 კაცია დარჩენილი უკვე ვინც არ არის არავინ არ იცის ზოგი გორისგან გაიქცა ზოგი იქით და ნუ ეს ხალხი დავჭით რა 60 კაცამდე რა ჩვენთან იყო ასეულის მეთაური ქუთათელაძე მოადგილი მუშკუდიანი ავთანდილ და ნუ სასტაბო ასეულების სხვა მეთაურობაც რა გათენდა დილა და წავიდეთო ბრიგადა შეუერთდო და წავიდა ბიბინიძე და მივყევით უკან მაგრამ რაღაცნაირად ჩვენი პირველი მანქანა ჩვენი კოლონის სამ მანქანიანი პატარა ეს კოლონა ქონდა მეკნებოდი ჩვენი 20 იყო დარჩენილი სასტაბო ასეული რამდენი კაცი და გააფუჭდა იქ და ჩამოვჭით კოლონას და კავშირი ამ ხარისი და ტელეფონით უკვე არ იყო და ესენი ავიდნენ ავნებში და ჩვენ მოხვდით ნიკოზის მიმართულებით შეტევაზე შევეხები უკვე ნიკოზე გადავალ ნიკოზის მიმართულებაზე შევედით და აქ დახვდა ესენი ყურაშვილი გენერალი მიშას გმირი ასე ვთქვათ და დანარჩენები რა სხვაები პოლკოვნიკები მან ისიც ნახე წარიელ ლონდარიძე პარლამენტარი კიდევ ბინგო ოსეფაიშვილი აქ ნახე რა და აქაც ესეთი სიტუაცია უკვე ყურაშვილთან ამსახური ვიყავი და ვიცნობდი კარგად და მივედი ახლოს და რა ხდება გამანდირი თქვენთან ვარ აგერ თქვენ გვერდში მეთქი გამიხარდა რომ ყოფილ მეთაურს ხდები ძოლისვილზე მე ასეთი წარმოდგენა მქონდა სულ მაგაზე რომ ძლიერი და ძლიერესი გენერალი მოყვება წინო ბიჭებო და მივდივართ რაც ცეცხლი არის უკვე მინამიოტები ჩართეს მოწინააღმდეგები და ეკლესიასთან იბომბება ყველაფერი რა ეპარქია რომ არის ნიკოზის რა გასასვლელთან რა თავისთავად რადიოელექტრონული ომის წარმოებს და კავშირი არ აქვს. არა, და მივდივართ რა ზემოთ და მოდის მანქანები ვხედავ პოლიციის ვენაცვალე შავნაბადის ბიჭებს, ყველა შავნაბადის უხთი. იმაში რომ არიან დამანაკებული არა, იქ შავნაბადაშია მეგონი, ხო? ესენი ეს კობრა მანქანებით პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები გამოქონდათ ბიჭები, დაჭრილი, დაღუპულები, არც ერთი არ დავშედიოდნენ, გამოდიოდნენ ესენი თორე.
ეს მეოთხე ბრიგადაა და თავისი მეთაურობა უკვე რა ბრიგადა კი არა მეთაურობაზე მაქვს უფრო ეს სად იყო უკვე მე არ ვიცი ესენი ამათ გამოყავდათ იმათ არ მინახია მე რომ კაცი გამოიყვანეს იქიდან რა თვითონ ამ პოლიციის ბიჭებმა გამოიყვანეს მაგიდან ესენი მოქმედებენ უფრო და ჩვენ ზემოთ მივდიოდით მაინც ბრძანება ჰქონდა წინ და ვხედავ ესენი უკან მიდიან ეს შავი ჯიპების კოლონა ეს გენერლები პოლკოვნიკები და წავიდნენ ესენი თავიანთ გზაზე თავის სარდალით ჩატოვეს ბალახაზე მამუკა სარდალი იყო მაშინ ჩემი ყოფილი მეთაური იყო აი ურთიერთობა მქონდა ესე ჩატოვეს მან და ყველა გაიქცა ესენი არავინ არ მინახია რა ბოლოს ერთი იყო პოლკოვნიკი თელია რომელმაც არ დაგტოვა და ჩვენ პირად შემადგენლობასთან სენაკის ხალხი ვინც ხართო გერვართო თქვენ გვერდში შვაგი თელიაზეა ხო საუბარი ხო შვაგი თელია მაგი სარდალი იყო მაშინ იყო გენშტაბის უბოსის მოადგილე და სენაკის ბრიგადას კურირებდა რა ხო უბრალოდ მაგ პიროვნებასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ბევრი დადებითი აზრი არსებობს და თქვენც ამას ახსენებთ და კარგია ეს რომ სიმართლე არ იმალება ჩვენ ზუსტად ვდგავართ ამ მოწოდების სიმართლეზე თუმცა თქვენ კარგად იცით რომ კობაუთანაძე როგორ ჩაცხრილეს ის მერაბიშვილთან დადებული კადრები როგორ იყო ჩვენ დაინტერესებული ვართ მაგამდით დღესდღეობით ბატონი შმაგითელია მსახურობს უпроსწორად მუშაობს ეგრეთ წოდებულ დელტას ბაზაზე სადაც გენერალი ნაირაშვილი კაი ხანია მაგი მანდარის მე მგონი ოსეფაიშვილიც იყო ერთი პერიოდი ეხა არ ვიცი მაგ პიროვნება სად არის სადღაც ფაქტიურად ამერიკაში ნახე ფოტოები თონდა გადაღებული ირმერთან და რა ვიცი მაგ ხო ნუ ის დელტა ცალკე განსახილველი თემაა ბატონო უჩა იმიტომ როგორც მოგიხსენებათ ეს გახდა დანაშაულებრივი პერსონების თავშესაფარი გლდანის ეკლესია და ეპარქია ვინც დაარბია მამა ბასილი ვინც ფეხით გამოათრია ხო დღეს ამ დელტას ბაზაზე მსახურობს უბრალოდ მუშაობს სრული პირადი შემადგენლობით ბატონ შმაგისთანაც აქვს კითხვები იმიტომ გვაქვს რომ ის ყველა ვნახეთ ის ვანდალური ორი გვამის შეკვეთა და ბატონი შმაგიც იყო იქ და კარგია რომ საზოგადოება ყვება მის დამსახურებას ეს ცუდი არ არის მაგრამ ის ბუნდოვნება რაც არის არა მარტო შმაგითელიას მიმართ, ზოგადად პერსონების მიმართ, ვინც სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფებიან, ხო? ეს ბუნებრივია და ეს კითხვები იქნება. გავაგრძელებთ ბატონო უჩა ჩვენი საუბარი. რა, იმ ღამეს უკვე რა ესენი უკვე დავნებში ავედით და დაბანაკდით მანდ. ასე იქნებოდა დილის გამთენია იყო უკვე 10 აგვისტო ენდებოდა ამას ხდა განგაში და ბრიგადა მივიღეთ უკაცრავად ბრძანება, უნდა ჩავსულიყავით ყელცეულში რა. დავეშვით ამ კლდის ძირას. ჩლიანა ბრიგადა გაშლილი იყო და მაშინ გადმოგვიფრინა ერთმა 4-მა კიდე რა. 4 კი 3 მე 4-ზე მეტი იქნებოდა რა. გადაგვიარეთ ჩვეულებრივად ზემოდან, ხედავდნენ კლდის ქვემოთ გაშლილ ბრიგადას. შეეძლოთ მაგათ მე ხარ, რა ვიცი. რომ დაეცხო ჩვენთვის შეეძლო ჩვენი ამახოცვა მანდ ისეთი რელიეფი ქონდა ჩვენ კლდის ძირას მივდიოდი და გაშლილ და ხედავდნენ, მაგრამ არ გააკეთეს ეს ყველაფერი. როგორ ფიქრობ რატო არ გააკეთეს? არის ჩემი აზრით არ უნდათ ამდენი მსხვერპლი და არ წამოვეკიდათ ამათ ჩვენს უნდათ ბევრი გვამი და იმათ არ უნდათ ბევრი გვამი ბატონო მე ჩემი ასეთი შაბეჭდილება დამჩა ემომიდან რაც უფრო ბევრი მოგდებოდით უკეთესი იყო ალბათ სოფლიო აყვირებული იყო ვაიმე პატარა ერს აგვიქნესოდა კი ვენაცვალე კაცო ომი მოითხოვს სხვერპს და მშვიდობა მოითხოვს სხვერპს და მზად ვიყავი ამისთვის მე როგორც მოვტარიყავი და мотивациო მსხვერპლი ეს უკვე რო არაფერი არ მოყვა ამას, მე უკვე შემეცვალა წარმოქმნა ყველაფერზე და არ ვიცი. არაფერი არ მოყოლია და ნათელში ამყოფოს ის ბიჭები და კი ჩვენ ყველაფერი ვიყავით ჩვენ მზად ამისთვის რომ დაგუყულიყავით ქვეყნის სასიკეთოდ, მაგრამ ეს სინამდვილეში არაფერი პროგრესი არ მოყოლია ამას. просто აღშფოთდა ამერიკა და აღშფოთდნენ ესენი რა დასავლური პარტნიორები. პოლიტიკური შეფასებები კიდე სხვა განსჯი საკითხია. ამას მოყვა ის რომ წაგებული ომის გადაბრალება საკუთარ ჯარისკაცებზე დაიწყეს. ის რომ დაიწყო დაჭერები ფსევდოღალატის ბრალდებით, ის რომ სერგო თეთრაძე წამებით მოკლეს, ის რომ უამრავი ვაჟკაცი მფრინავი მოღალატით გაასაღეს და ამ დროს
აი ამ ღალატის ფაქტებს თქვენ აქ უსმენთ აშკარად. მოდი მე დაუბრუნდები საკითხს და ავნების შესახებ რას მოგიყვები? ავნებში უკვე იქ დაბანაკებული ვიყავით. თითქმის 6 საათი ვიყავით და ავნებიდან წამოვედით ქვემოთ ყელქცეულში. რა მაშინ იყო გზაში ესენი რომ ადო გამოგვიფრინეს ზემოდან და აგვიშვეს და ყელქცეულში რო შევედით დახვდა ბატალიონი ვაშლეჯრის სპეცნაზი უკვე მომზადებული იყო ყველაფერი, ბლინდაჟები, აკობები, სანგრები, ყველაფერი გამზადებული იყო და საბრძოლო მდგომარეობაში ყოფებოდნენ. მოვედით ჩვენ შეუვერთით და დავბანაკდით მან რა ყელქცეულთან ჯერ ერთ ადგილას დაბანაკდა შტაბი, მე გადმოვინაცვლა მოსაშტაბო ასეულები და ყველანი აქ ავართ რა დაბანაკებული. მეთაუროს ლიპარტელიანი, გოფოძე, იყო შტაბის უფროსი და რუხაია ჩისამის უფროსი. და ასე იქნებოდა საღამო რა გდეტა 8 საათი. ფოჩხუა იყო ერთი მძღოლი და საბეკია ჯარისკაცები რა, სერჟანტი საბეკია იყო რა. ეს ორი ჩავიდა აქ, სადაც შენდიში მოხდა ეს შეტაკება, ჩასაფრება. იმ საღამოს იმ ადგილზე ჩავიდნენ და შეამჩნიეს, რომ იქ შეერაღებული გადაადგილება იყო სამოქალაქო პირების რა. ეს ამბავი ამოიტანეს და ეს მეთაურამდე მოვიდა, მე ვიცი. და არავით არის გადაწყვეტი არ მოყოლია რეაქცია მაგას. არ არის არ იქნებიანო ესენიო და გაატარეს რა ეს. განზე ეს ინფორმაცია. შენ როგორ ფიქრობ ეს მოწინააღმდეგის დაზვერვა იყო? იყვნენ რა მოწინააღმდეგები იყვნენ ესენი. ისინი აწყობდნენ უკვე ჩასაფრებას მან. ნუ ასე იქნებოდა 11 საათი ისე ჩვენ ზემოთ უკვე მოწინააღმდეგის ვერტფრენის ხმა გაისმა და დაიწყო მანევრი რა. ჩვენ კროკოდილზეა ხო საუბარი რუსულ. მანევრი დაიწყო ჩვენ სტავზე შტაბის სადაც არის რა და ასეთი ცხონებული პოლკოვნიკი იყო ქოჩიაშვილი და მაგას მთხოვა ერთ ჯარისკაცი, ჭკვიანი ჯარისკაცი მომავლინეო და მივავლინე მას ერთი დაღუპულია დღეს ჯარისკაცი და საზენიტო თქვენ ოქონდათ გადაცემა ეს მეცე გასადები კომპლექსი. აი ამ კომპლექსით ესროლეს აი ამ იმას რა ვერტფრენს აცდა ეს ну წავიდა მაგრამ მოწინააღმდეგები ცოდა ჩვენ უკვე სად ვიყავით რა იმ ღამეს მაგრამ იმ ღამეს რეაქცია არაფერი არ გავუკეთებიათ ვერტფრენის ხმა ჩაწყდა ჩაულებრივ წავიდა თავის გზაზე და უკვე გათენდა მეორე დღე იმ ღამეს თელი ღამის არ უძინია გოფოძე იყო შტაბის უფროსი მაგი მართავდა იმ ხმა ქონდა ჩახლეჩვაზე უკვე ესე ვაფშე ლაპარაკობდა იმ დონეზე იყო კაცი და მაგასთან იყო რუხაია ერთმანეთს ვლიდნენ რაციასთან ესენი მოქმედებდნენ და ეს დეპარტელიანის აქტიურობა მე როგორც მეთაურის არაფერი არ მინახია ბრიგადის რა და ასე იქნებოდა იმ ღამეს გელხაურს უთხრა ტანკებზე ლენტები გაუკეთეო რა თეთრი ლენტებიო თუ ყავისფერი არ მახსოვს იმის ლენტები გაუკეთეო და ემითი მოძრავეო რა ლენტები კონდესო იმაზე რა ну გათენდა ასე უკვე 11 საათი იყო მეთაურ დაუძახე ჩემს საშტაბო მეთაურს შტაბში გეძახიანო თათბირზე თათბირი ჩატარდა ну ბოლო-ბოლო მეც მივუახლოვდი აქ და დავჯექი ამათთან უკვე რა და ამათთან ვარ და უსმენ აქ და ხედავ ამ უკვე მეთაურსაც რაღაცა სახეზის ფერის არა აქვს ისეთი რა რომ რაღაცა შიშის სინდრომს ვატყობ რა ამ ადამიანს მე როგორც მეთაური როგორც ოფიცერი ამის მოაზრებ ჩემ თავს უფლებას ადამიანის გამოსნობა მაინც ვისწავლე სხვა თუ არაფერი და ხედავ შიშის სინდრომი აქვს ამას რაღაცა და ბოლო-ბოლო ამოიღო რა ხმა და ლაპარაკობს ოფიცრები არ დაიბნეთო ეხლა დღევანდელ მე და მოშკუდიანი ვიდექით რა მან დღეს ოფიცერი მოადგილეა მან სენაკში მსახურობს ეგ ოფიცერი მე და ეს ვიდექით და ოფიცრები არ დაიბნეთო ეხლა გარუჩი ტალყაში ვართ ტანკები შემოვლენო აქო და დააცხედო გრანატამიოტები რა და გრანატამიოტებით უნდა ვიბრძოლოთ ამ ტანკებს და მოიღეთ კაი ბრძანება ავიღეთ ჩვენი გრანატამიოტები და ვდგავართ რა უკვე პოზიციები ავიღეთ და ხედავ რა თავისი მანქანა ჯიპი პრადო გადის
ჩქარით და მიყვება შტაბის უბრალოდ მანქანაც უკან. ვერ ყოფილხართ კაი ალყაში. ეხლა გეტყვით, იქ არაფერი არ იყო, ზადებული ისინი გველოდნენ ჩვენ დაბლა რა. იმ შენდესის სადგურებთან იქ უკვე სერიოზული ის იყო, ელისებური ჩასაფრება იყო მოწყობილი და მაგაზე მოგახსენებთ ხა დეტალებში ყველაფერს იქ რაც ხდებოდა ეგნეთში, შენდესში. აი, იცით რა მაინტერესებს? ყელქცეულის ინციდენტი მაინტერესებს ავნებიდან რომ ჩამოდით თუ შეგიძლიათ აი ეს ყელქცეულში რა იმ საღამოს რომ დაბანაკდით საღამოს 8 საათისთვის იქ დაბანაკებული კარგად მომზადებული სპეცნაზი რომ დახვდა ვაშლიჯრის ეს სპეცნაზი გავიდა მე აზე არა ვარ ისინი რატო გაიყვანეს იმ საღამოს 8 საათი იქნებოდა ასე რომ დაბნელდა 800 ზუსტად არ მახსოვს საათები შეხვდნენ გზაში ვიდექი რა მე და წავიდა შინდისის მართულები და გავიდნენ რა იმ ღამეს ისინი იქ არიყვნენ რა. ხო და მეორე დილით უკვე ალყაში ვართო და ეს რო გვითხრა ხალხი მაგას რო დაიძრა ეს მანქანა თავისი გაუშვა ჯერ მამა უიჯდა და ზღოლი. და მაგას მიყვა შტაბის უფროსის მანქანა და ხალხს ეგონა ეს მეთაური გარბისო, გამიგე და უკვე რახანს მეთაური მეთაური მიდისო მეთაურის მანქანას მივყვეთო რა. მიყვნენ მეთაურის მანქანას. და მეც მოხდი ერთ-ერთ მანქანაში რა. და მე ვიყავი კოლორინში მეოთხე მანქანა ბიბინიძე იჯდა რა მძღოლი და მაგას უჯექით წინ და ისე მოხდა რომ დავეციე პირველ მანქანას და მეორე მოხდი კოლონაში და ვხედავ რა მარჯვენა მხარეს მინდვრებია და 3 ტანკი დგას და ლენტები აქვს თეთრი ვიშკებზე რა და ეს პირველი მანქანა უცებ დაამოხლუჭა და აქ მოდის კოლონა დედა 250 კაცი კრაზები დაგრუზული შეიარაღებით და ნუ მოვდივართ აქ ყველანი და ხედავ რა აი ეს ტანკი მუშკაზე გვიყვანს და გვიმიზნებს ამ კოლონას რა გადმოხდა ხალხი მანქანიდან ვინც იჯდნენ რა იმასე წინ 60 მანქანიდან აქ უკვე ჭაობი აღმოჩნდა და უკვე ხალხი მიდის იმაში რა შეაფარო სადმე თავს და ხტები უკვე დაიწყებს 3 ტანგიას დამიждებული აქვს ეს რა. არა, აზე არა ვარ მაგათმა რატო არ დაგვცხეს მან? უბრალოდ არ უნდათ მაგათაც ბევრი სიმტილიანობა და ბევრი ტრუპია ეკიდა და არ წამოეკიდნენ ამათ. ჩვენებს უნდათ ბევრი გვამეთონენ, მაგათ არაფერში არ ჭირდებოდათ ეს. არ ჭამეს ამათ, საკინკი ამათი. და ბოლო აი ამ მონაკვეთში მეთაურის ჩვენები არიანო დაიძახა ვიღაცამ წინა მანქანიდან რა აბულაძე იჯდა მან დაჩიკო ოფიცერია დაჭრილია ზურგის არეში მაგას გრატამიოტი მოხდა პირველი მანქანა იყო მაგიდა ჩვენები არიანო რა წინიდან დაიძახეს და ხალხი ისო მანქანაში ამოვიდნენ და გავყევით რა ეს ტანკები უკან დაიძნენ და წავიდნენ თითქოს და რა მაგრამ ჩვენ შეუხვიეთ ამ შესახვევი იყო 1 კილომეტრში ქვემოდან უკვე და სადგურებისკენ მიდიოდა ტრასა რა სადაც ის მოხდა რა და ხედავ ბიჭო შტაბის უფროსის მანქანას უკიდია ცეცხლი და უკიდია ამ პრადოს ცეცხლი რა და დამარტყა მეთქი რა გაროჩე უკვე დახოცეს ბიჭები მეთქი და ეს მან გადარჩა მამაო გადარჩა და დაიჭრა მან არ მახსოვს მაგის გვარი კაი ადამიანია ვაშკაცი ბიჭია მძღოლი დაჭრეს მან და უცებ ხალხი გაროჩე რა უკვე მიგზენი რა მანქანაზე ხდება უკვე ტყუები და გადმოხდა ხალხი და ნუ დაიწყო სროლა რა მართულებით ზოგი რა ვიცი და მე უცებ ხა როგორც ოფიცერმა ხა უცებ მეც ვერ საიდან ყველა მხრიდან ელისებული იყო ჩასაფრება და ყველა მხრიდან იყო და უცებ ვერ მოვედი იმაზე რა საიდან ისროდნენ ესენი და მაშინ მოხდა მინამიოტის ეს ასკულკა კასკა მეხურა და ერთი მომენტი გავითიშე და სისხლმა გამომაღვიძა რა სითბომ რა სიმხურვალემ თვალი გავაღე და ვხედავ რა უკვე რა სადგურებით ლიანდაგებისგან უკვე რა ყველაფერს ერთად ესვრიან ესენია განლაგებულები არიან ეს შინდისე განლაგებულები არიან და გვესვრიან აქედან ხმა მოდის აქედანაც სროლა და ორივე მხრიდან აი ასე ისვრიან ელისებური იყო ჩასაბლება აქედან ხარესაც იყვნენ და აქედან უკან ის ტანკები მხოლოდ მახსოვდა მე რომ იდგნენ და ისინიც ბომბავენ მეთქი წარმოდგენა მქონდა მაგრამ ისინი просто იდგნენ და უყურებდნენ თუ მოვერეოდით ამათ მე ალბათ დავცხებდნენ რა მაგრამ
და უკვე ავარდის ზემოთ ამ შენობაში და ამ შენობის მარცხენა ფანჯარა ქონდა აქეთ ამ ხარეს და აქედან ვისვრი რა ეს ერთი რაჟოკი მოვჩი მეორე შევცვალე მჭიდი სამი ჭიდი ვისროლე მან მახსოვს და უკვე შემამჩნიეს და აქეთ ხედავ რომ ამ შენობასაც ხდება უკვე ტყვეები რა და სასწაული ამბავი აქ ჩემთან ორი ჯარისკაცი არის კიდე ერთი ფეხშია დაჭრილი და ესენი გადახდნენ ქვემოთ გადასახტომი ქონდა რაღაცა სინკარი იყო ჩამოვარდნილი ასე და აი მაში შეაფარეს თავი ეხლა მე ვთქვი ესვრიან ესენ და მეც გადახვდები მეთქი და გადავხდი მან ქვემოთ და მოვყევი რა მან და 6 კაცი იყო 3 დაჭრილი იყო 3 მათგანი და დანარჩენი აქ აფარებდნენ თავს და აქედან ჩვენ შუაში ონიანმა რო აიფეთქა თავი ალექსანდრე ონიანს მე ვხედავდი ცეცხლი ყოფდა ჩვენ შუაში რა ცეცხლი მოდიოდა ყველა მხრიდან და ეს ხედავდა რა და მე ამ მომენტში რა სროლა უკვე ერთი ეს რაჟოკი მქონდა გამოვართვი მასაც ჭიდი დაჭრილის ჭიდებს და მას ფარობდი რა რაც შემეძლო აქედან ხარის გავიდოდი ვისროდი ისევ შემოვიდოდი რა და უცებ იქიდან დამიძახა რა ტელეფონით დავიწყე ლაპარაკი ხმამაღლა ლაპარაკობდი ერთი პერიოდი შეწყდა სროლა რა და კარიდორიც კი მესმოდა კარიდორიაო ხმა ყვირილი რა ბიჭების და რა კარიდორზე არის კარიდორს უიძახოდნენ მე მესმოდა ხმები რა და ერთი პერიოდი შეწყდა ხმა ისა სროლების არც იქით იყო სროლა არც აქეთ და მაშინ კარიდორია გაისმა ხმა კარიდორი მოგცესო რა და გავიდნენ რა ხალხი ძირითადად მასა აქიდან ვინც 200 კაცი იყო განა 17 იბრძოდა 200 კაცი იყო რა როგორ იქ ცნობილია ფაქტი რომ ასეთ ესე არის ცნობილი ფაქტი რომ მხოლოდ 17 კაცი მოხდა ჩასაფრებაში მე ოფიციალურ ვერსიას ყვები და თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოთქვას ამაზე თავისი ვერსია და იმედია ეს ტელევიზიაც დაგვითმობს იმის ადგილს თუ მათ ექნებათ განსხვავებული აზრი აგერ არის ომის მონაწილე რომელიც უშუალოდ იყო ამ ბატალიების შემსწრე და მობრძანდით აქ და გაგვაცით ერთ პასუხი რეალობაში რა იყო 200 კაცამდე ვიყავით კაცო ესე 17 200 კაცამდე ვიყავით მანდ რა იმ 200 კაციდან კარიდორს იქ 17 დარჩა მანდ რა დაღუპულები დარჩენ ისინი რა მაგრამ ეს მასა ძირითადი გავიდა მანდ იქ დარჩა კიდე სხვებიც იყვნენ რა ოფიცრებიც ჩარჩენილი იყვნენ ბევრი ნუ ბევრმა შეაფარა რა თავი იმას აი თქვენ ყვებოდით რომ თქვენ ცეცხლი ყოფდათ ალექსანდრე ონიანსა ხო და მე ამ მომენტში რა მე გავრეკე მეთაურთან გავედი კავშირზე გოფოძესთან ვერ გავედი რა და თვითონ ლიპარტელიანთან გავედი და მაგის მეკავშირე ოფიცერი იყო ასეთი ვარლამ გვარი არ მახსოვს მაგის მაგრამ თუ დაინტერესდებიან ავიხსენებთ მაგის ვალამი ერქვა რა ოფიცერი იყო ლეიტენანტი და დამალაპარაკე მეთქი ჯერ მეთაურთან დავრეკე და მეთაურმა დამალაპარაკა ლიპარტელიანმა და უთხარი კამანდირ მეთქი ალყაში ვართ მეთქი რა დედაგვიტირეს მეთქი და მსხვერპლის ყავს მეთქი რა ბევრი ხო და რამე გვიშველეთ მეთქი და ესე артиლერიას გადაეცი მეთქი კოორდინატები და ვეუბნები ჩემს კოორდინატს სადაცა ვართ რა არ ამგონია მაგი გადათქვას მაგან დღეს კომენდანტია მამგონი ყოფილი მეთაურია ჩემი ლიპარტელიანი ზეზვა მაშინ შეიძლება გადათქვა ხო და არ ვიცი თუ გადათქვა და რა ვიცი უფლის არის შენია როგორ გადათქვას და მაგას უთხარი მეთქი კამანდირ მეთქი მიეცი მეთქი артиლერიას კოორდინატი და დაგბომბეთ მეთქი აზრი არა აქვს მეთქი რა უკვე ეს ბევრი არა ვარ დარჩენილი აქ უკვე ხედავ რა და დაიწყებენ მეთქი ესენი აჩისკას რა და აქედან მაინც ვერ გავალ მე ცოცხალი და 2 დაჭრილი მყავს მეთქი რა გაროჩე და თლად 6 ვართ მეთქი მაგრამ 3 დაჭრილი მყავს მეთქი რა ხო და დაბომბეთ მეთქი რა ჯობია ასე მეთქი და მერე შენო მე ვთხარი მე შენ რა აზრი აქვს ჩემთვის მეთქი მე ამათ ვერ დავტოვებ და აზრი არა აქვს მეთქი და გადააწოდა სხვას მეკავშირე ოფიცერს და მაგარ მითხა მთვარე მარცხნივ დატოვეო და მართულები დიარეო რაღაცას მეუბნება და აი გაუთიში ამას რა აზრი აქვს რა ველაპარაკო ეხლა მათ მე და მაშინ დამიძახა მე სვანმა რა იქიდან რა ხდებაო მოდიანო ონიანთან მე კაი ურთიერთობა მქონდა ხო მანანდეს ვიცნობდი მაგას მე ჯარისკაცებთან კაი ურთიერთობა მქონდა მეგობრობდი და საინჟინოში დავდიოდი ხოლმე რა ხშირად მაგ ბიჭებთან სერჟანტებთან ხო და დამიძახა და მოვლენ მეთქი რა ხედავ ერთი დაჭრილი ყავს მაგის ნათლული იყო რა დაჭრილი და თვითონაც დაჭრილი იყო რა სისხლის დიოდა გიდერდა ხელს ხედავდი რა და მოვლენ მეთქი და ისევ განახდა რა ცეცხლი რა და მაშინ უკვე კაროჩე დაიჭრა სერიოზულად და ხედავდი
ლიმონკას რო ეჭირა ხელში და მე დადგა ბოლი და მეც მივხვდი რაც იყო და ჩავარდი. თავი აიფეთქა რა. იმ საღამოს უკვე ვართ ეს 6 კაცი დარჩენილი და უკვე ამ სამმა დაიწყო ამ სამმა ჯარისკაცმა 22-ის ჰქონდა ემბლემები და გელის ემბლემა ჰქონდა და იქიდან ვიცი რომ 22 ბატალიონიდან იყვნენ. დაიწყეს ესე უკვე რა კამანდիր ჩვენ გავალთო აქიდანო და მეუბნებიან რა და მე უთხარი გადით მეთქი თუ გინდათ მაგრამ ცოტა ხანი მოვითვინოთ მე კიდარეკელი მა კიდე სხვაგანაც დავრეკე და მოვლენო ბიჭებიო მითხრეს რა სხვა ერთი ლაპარაკოს ბიბინიძეს ასეული მოდისო რა სასტაბ იმის დაზორის ასეულის სალკეული მეტაური ჩვენ როგორ შეგვიერთეს იმ ბიბინიძეზე მაგ საუბარი მეგის ასეული მოდისო ერთმა თქვა მეს დავრეკეო რა ხო და ნუ არ დაიჯერეს ამათმა ხედა უკვე უნდა და მე ვერ გავალმეთქი შენ წამოდიო მეუნება ერთ-ერთი ჯარისკაცი ჩემი ჯარისკაცი იყო ნუ ხანში შესული კაცია მაგ ახლა 60-მდე იქნება მაგ სროსლი იყო ეს კაცი და მეუნება კამანდիր წამოდიო და მე ვთხარი ამათ რა უყო მეთქი ორი დაჭრილი მყავს აქიდან ფილტვებში იყო დაჭრილი და ხროტინი ისმის გარეთა ყველაფერი ჩაჩანიძე იყო გვარი მე რეტყვედ მოხდა მაგას ალგე მოგიყვები და მეორე ჯარისკაცი ის იყო კვირიკაშვილი რა მაგას ჰქონდა ხელში ჭრილობა რა ასეთ ადგილას როგორც მახსოვს და ზუგში რა მაგი იყო ცხონებული ვეფხვია ჯიშკარიანი მძღოლი და მაგი მომიყვა ვეფხვია სადაა მეთქი და ვეფხვია ვერ გამოვიდაო მანქანიდან დაიღუპაო რა მოხდა სესულო წამოვიდა ხედავდიო რა ის დაკარგული ჯიშკარიანზე მაქვს საუბარი ის მაგი ხო ვერ იპოვეს რა ვერ იპოვეს და მაგან მე ის მითხრა მძღოლმა იმ ღამეს ხო საუბრობდი ჩვენ ერთადმეტი რა საკუთარ ერთად ვიყავით უკვე და მაგან მითხრა და მაგრამ უკვე არ შეეძლო წესიერად საუბარი უკვე ისე იყვნენ ესენი რა ეს ორი და დავრეკე რა ამათთან კიდე მეთაურობასთან და მე ვთხარი ამათ გამოვიყვან მე ამათთან ვიქნები მეთქი მე და მე გამსვლელი არა ვარ მეთქი ძმას ველაპარაკე ამ ჩაჩანიძეს ჩემი ძმა არ დავტოვებ მეთქი მე არავის და აქ ვიქნები მეთქი და თუ რამე მეთქი რა დავხოცეს აქედან გვამი ამის ქვემოთ ვარ აქ ვარ მეთქი რა უხსნი ყველაფერს უკვე ვიცი გათენდება და გაროშე რა მოვლენ რა ჩესკას დაიწყებენ რა და ამ მომენტში ესენი გავიდნენ მეთქის ნაჩი სულთა ყველაფერი და ნელ-ნელა დავიწყე ამათი გამოყვანა თავზე ფიქრი და მეუბნები წამოდი მეთქი ერთ ნუ ვერ იყო რა ძალიან ესე იყო და ამ მომენტში უკვე მეთქი რამე დედაც ვატირე უკვე თავს მოვიკლავ მეთქი იმაზე ვიყავი მესული მე ამის აღიარება არ მეჭის რაც იყო იმას ლაპარაკობ და ეს ფიქრი მქონდა რა უკვე იარაღი მომარჯვებული მქონდა მე დოაკ და მაშინ მითხრა იმ ჩაჩანიძემ თუ არ მახსოვს მეორე კვირიკაშვილმა კამანდիր ჯერ მე მესროლეო ეს სიტყვები მახსოვს რა მე ამიგე არ ქნაო მეუბნება რა ეს და მე გადატენილი მაგდა დღესაც მახსოვს ეს თითზე სირბილე რა იმის ავტომატის ამოსაგრავის რა უკვე ნელ-ნელა და ამ მომენტში ფეხების ხმა გაისმა ზემოდან რა და ათხოვდიმ всё чистаო დაждём დაუტრაო რა რუსული საუბარი იყო რა ანუ რო უთარგმნოთ მაყურებელს ვინც არის ის მოწინააღმდეგე რომელიც შემოვიდა მეორეს უთხრა რომ გავდივართ ყველაფერი სუფთა დილამდე დავიცდით ესეთი საუბარი იყო ამან ცოტა არ იყოს უკვე რომ გავიდნენ მეთქი всё რა და ცოტა დავალოდები მეთქი რა და ნელ-ნელა უკეთ გახდება და წავიყვან მეთქი იმის იმედი მაგას ძალიან ცუდად არის ერთი რა ჩაჩანიძე ხროტინელს ასხამს ფილტვიდან რა ასე დასულებული გვაქვს რა ორივე სახეები იმდენის ოდიოდა და ჩაიტენა ეს ჩაიტენა მეთქი ქონია ისინი პინტები და ისინი იმ ღამეს რა ასე ამ ნახევარი საათის შუალედში რა უკვე რა სანამ გამოვიდოდი მე იქიდან პრიბორების ხმა მაინც იყო რაღაც ახლოს იყვნენ ტექნიკა რაღაცა რომ იყო ახლოს იმას გრძნობდი გამიგე და იმიტომ ვიკავებდი პრიბორების ხმა მესმოდა რა შიგნით მემპე იყო არ ვიცი რაღაცა იყო იქ დაბანაკებული რა შიგნით ყანები იყო იქით ამ ხარეს და იქიდან მოდიოდა ხმა ნელ-ნელა ამის არ ჩერდებოდა ნუ მე ვიღე გადაწყვეტილება რა გამოვსულიყავი ვიცი რა არავინ არა ესენი და თუ დავსხეს ამის დედასვაზე სხვა გზა არ ამას და ერთს მოვკიდე ერთ ჯარისკაცს ხელს და ჩაჩანიძე გამოვიყვანე და აქეთ ბაღები იყო და ბაღების ხარეს მივიყვანე ზაბორთან და გაჩერდი მეთქი და მეორესთან წამოვედი და მეორეც წავიყვანე იქიდან იმ ბაღებში
და მე ვთქვი იქნებ ვინმე ცოცხალი იყოს მეთქი და წამოვედი ამათთან კიდე რა და მესმოდა ერთ ჩამესმა ხმა მიშველეთო და მე ვერ მივაგენი მაგას და ერთ 4 კლასს ამივედი ამ ცვალებულებთან ხელს ვადებდი რა ხო და არც ერთი არ იყო იქ ხარ 5-6 მიცვალებულს რომელს ხელი დაუჭიკავი არავინ და ეს ვერ მივაგენი ამათ ამ მომენტში ბიჭო რაღაც ლაზერებით მომანათა რაღაცაც სახეში რაღაცა მინდო ვაკეთებ თავს იქით აქეთ და არ მიშორებს რა ეს და აუჩქარეს სირბილს რა მე მამათან მინდა ამ ორჯარისგასთან მივიდი ახლა და უკვე შიშინი ტყვი წამოვიდა რა ის ვიგზენი რა გაელვება ხო და გადავხვდი რა წყალის მიმართულება იყო რა და წყალი მოდიოდა აქ რა და ამ წყალში გადავხვდი პირდაპირ რა გადავეში და ამ წყალით გავყვევი მიმართულებას და ამოვედი და კამანდირო იქიდან ხმას მესმოდა მერთმა დაიძახას ცოცხალი ხარო და მეც გავეცი ხმა მაგრამ არ გაიგონეს თუ არ ვიცი და ეს ორივე ხედავ ბიჭო მიმართულებაზე უკვე ესენი უკვე აჩქარებული ნებიჯებით მირბიან რა შორს კი არ არიან და ვერც ვეწევი ახლა აქედან წყალიდან დამძიმებული ხო ხტები ამ წყალიდანი და წავიდნენ ესენი და ვაფშე მარტო დავჭი რა აქ რა და მე ვთქვი ახლა ცოტა წავალ და მეგონა თელეგრამი ვიარე მან ერთი 300-400 მეტროს მეტი არ წავსულარ და გავითიშე რა იდოქში ამდენი იმით 4 დღის უძილვენი და გავითიშე რა და ასე გამთენია 7 საათისთვის რა ატყდა სროლა მაგრამ კაროჩე მე ვთქვი ხო არ შემამჩნიეს აქ ახლოს რა ყველაფერი იწვის კაროჩე და არის იქით-აქით სროლებიც რა გამიგე ხო ოფიცერი კაცი ვარ და გზნობ ომხრევას ხმებით ვარჩევ რა ორხები როცა არის და ნებისმიერ ოფიცერს აქვს ნორმალურ ზამის ინსტინქტი და მე ვთქვი მე ხა ჩემი აზრით ეხლა ვფიქრობ მეორე დილაც იყო კიდე დარჩენილი იქ დაჭრილები და შეამჩნია მოძნამდეგეს და ისინი დაახოცეს რა ჩვენი ძმები რა იქ იყო კიდე დარჩენილი რაღაცები მეორე დილას ორხები სროლა იყო და ნუ ახლაც ეგ მე ვერ მივიდოდი უკვე მოვიდა და სამარიოდებმას დაიწყო რა ეს ვერტალოტებმა ზემოდან არანჟირება და ნუ ხედავ ასეთი სახლები იყო რა ასეთ განლაგებით ყველა ზურგით იყო და ერთს ჰქონდა მკერდი რა სახლს წინ რა აქედან ამ სახლში შევარდი ფანჯარა ჩავამტვრიე რა ჰქონდა აქედან შიგნით რა შევედი შიგნით რა არავინ ჯერ ვიძახდი არავინ არ იყო და მე შევარდი ამაში რა შევაფარე და ამ ფანჯარაში და ვეძებ ახლა სამოქალაქო ტანსაცმელს რა ვხედავ უკვე აღებული აქვს სიტუაცია და ეს ფორმა გავიხადე რა და სამოქალაქო ტანსაცმელი ჩავდევი აქ სიმო და გადმოვხდი ფანჯრიდან ისე და ვხედავ მოხუცი კაცი ნუ ამუშავეს მიწას რა წარმოიდგინე რა ახლოს სროლებია და ეს კაცი არ ვიცი რა ეს აღმოჩნდა სააბაშვილი გვარად რომელმაც მე პირველად მიმიღო და მე არ ვიცი ხა იმ ღამეს ხარის მაქვს უკვე როგორ ვიქა რომ ხარესა ვარ უკვე ცნვაშიც გონია იმ სიტუაციაში ვარ რომ უკვე ამდენი მაქვს მეთქი ნასიარულები და იქ ვარ მეთქი რა ანუ ოსი არ იყოს მეთქეს და ავტომატით მივდივარ და ზიაგაცო მეთქი დაუძახე და მომბრუნდა ჩემკენ და გისმენ შვილო და ქართულად მეუბნება და ქართველი ხარ მეთქი და ხო ქართველი ვარო აბა რა ვინ იქნებიო და მე უთხარი აქ მოვხდი მეთქი ჩასაბრებაში წუხელ მეთქი მე დამიხოცეს მეთქი რა ყველაფერი ვიციო როგორ გადარჩი შვილო მოდიო და მიმიღო ამ კაცმა და ამ კაცს უთხარი დადიანო რა უკვე გადაწესო ყველაფერი და ჭორი მოდის სოფელში ოჯახ ეძებენო დაჭრილებს და იმეს ტყვეები ხო არ ყავთო იმე შეფარებულიო რა და აქ ჩემთან გაჩერებას მე არ გირჩევა და ბავშვები იყვნენ კიდე ახალგაზრდა ბიჭი იყო თემურა ერქვა გვარი არ მახსოვს და ეს წაგიყვანსო რა გაროჩე თავის ნათესავებთან სადაც იმალებიანო ბუნკერები გვაქვს სახლებში აგეთებული და გადაგმალავთო რა და კაი მეთქი და მაშინ ეს ავტომატი მეთქი რა ამ ბაბუას ვეუბნები რა ავტომატს უკვე არც ის ჭვიჩის არ ქონდა უკვე ტყვები და ეს ავტომატი მეთქი რა მაინც სამოქალაქოები მაცვია და აქ შეინახე მეთქი რა მეთაურს უკვე ველაპარაკე მეთქი და ნუ მე დავაყენე მეთქი და შენ კონდეს მეთქი და მოვაბარე რა ამას რა უკვე იქ არ ქონდა აზრი იმის იმას აზრი ქონდა პირიქით დადიოდნენ უკვე შემოსული იყვნენ და რო შემემჩნიეთ არ ტყვი არც არაფერი სამეხვანა ღამეს იმ ბიჭმა თემურა ერქვა ლაგურაშვილი იყო თავის ბიძაშვილთან ნუკრი ლაგურაშვილის ხოროს ასეთი მანტრა ენაცვალე მაგ ადამიანს მაგან მიმიღო სახში ბავშვი ყავდა გიორგი ერქვა და მეუღლე
და სიდეცი მამრი იყო სახში ფეხი არ ქონდა კაც მოხუცი კაცი იყო ორი ფეხში იყო მოჭრილი თავიდან ნასვამი იყო ეს და მითხრა აქო დადიანო ესენიო და გეშენიაო მე დაგმალავო შენ ჩემ შვილთან თავი შვილი მომეწვინა გვერდზე იმ ღამეს რა და მეორე დღეს უკვე შევატყვი ამასაც უკვე შიშის სინდრომი რა დადიანო და ნუ გარუჩე რა ოხედავ კაც აშკარად მეც ვერ ვენდობი უკვე გამიგე შევატყვი ამასაც და ეშინოდა რომ სახში ყავდი და მალავდი რა მალავდა ამას და მე მითხრა რა უჩაო გამოფხიზ და სვავდა რა ეს ნერვები არ ქონდა გასასწრაფი ამბავი იყო და ძალებოდა დასალევს და მე რომ მოვიდა აზე მე ასეთ სიტუაცია შენ მიგიღებო აგერ გვერდში იყავიო ჩემ შულთან და იქ ვიყავი ეს დღეები იქ ახმეტა რომ ყავთ ახლა იმედის გმირზე მოწოლი რომ ყავდათ ის მაგრამ ბევრი ჯარისკაცი გადაარჩინა მან მაგას ყავდა და მაგანაც სიგარეტი გამომიგზავნა მან და მითხრა ჩემთან გადმოდიო მაგრამ მან უკვე მე არავის არ ვინდებოდი დაჟე მამა ჩემიც მაშინ საჯელს იხდი და იქიდან ციხიდან დარეკა ვიღაცები შეერინენ იქაურები ვინც ქარალში ცხოვრობდნენ იქ კაცები ჩემს გამოსაყვანად ორი ადამიანი მოვიდა მაგრამ მე არ გამოვყვე უკვე არავის არ ვენდობოდი იმისთვის მითხრეს მამა შენიო ეს გითხრა სახელი გვარი მაგრამ არავის არ ვენდობოდი მე უკვე და მეთაურების რეაქცია მაინტერესებს და მანამდე აი თვითონ შენ უშუალოდ აკვირდებოდი ამათ არმიის გადაადგილებას, რუსული არმიის გადაადგილებას. რითი იკვებებოდნენ? აი მეთაური ახლა უკვე რასაც უყურებდი. მე უკვე დავიწყე ჩემით უკვე გადავედი ქუჩაზე და უყურებდი ამათ რომ ჩაიარეს ბემპებზე და თუკათ რა ვიცი რა პაროდა იყო რა კვიცები რა და ცხენის კვიცი თავგადაჭრილი რა უსკაგლაზები რა წყალთვალებიანები იყვნენ უმრავლესობა რა ვიცი პოსტიმ ღამეზე მეცვალებულებთან ეცღრეობდნენ და იქ იყვნენ იქ გიდგნენ იქ არავის არ უშვებდნენ იქ ჩვენი ბიჭები მოფენილი იყო და პებოდა და ასე მეოთხე დღეს თუ უკვე თუ როდის იყო ეს არ მახსოვს ბიჭები რო გამოასვენეს ხედავდი რა ილია მეორის დელეგაცია რო შემოვიდა რა წინ რუსი მიყვებოდა უკან რუსი და შუაში იყო ავტობუსები და მე ერთი პერიოდი გზაში გადავედი და ნუ ჩემები რო ნახე რა მეთქი ამათ მაინც გამიყვანენ მეთქი ესენი აქიდან და რა წინ ესენი იყვნენ და ვერ მოვახერხე ვერ ჩემნიშნეს ჩემი ძაღლი თორე მე მისინი გამომიყვანე პირველად რო გამოიყვანეს ბიჭები 4-5 მიცვალებული თუ 3 იყო გადაბალგაზე რო ამიარა მანქანა ხედავდი ხო და ვერ გამოვყევი მაგად და მან ვიყავი ჩარჩენილი 20 დღე 20 დღე კი არა 20 რიცხვამდე 20 აგვისტომდე მაშინ თუ გახსოვს შენ მატიას იოში იყო ჩამოსული ევროკომისარი მაგას მოგიყვები როგორ და რა მოხდა 20 აგვისტო იყო ეს მეუბნება ნუკრიო უჩაო შენო გიშოვეო ეს მოვიდნენ ავტობუსები დაადისო ქვილებს არიგებონო საპატრიარქოს და ხმარების ხალხი არისო და ნუ ამათ დაველაპარაკეო და ესენი გაგიყვანენო შენ რა და ნუ მოჯახმა რა 30 ლარი მომსაგს და ეს თუ გზაში შეხვდები რუსებს არაყი უყვარსო და ნუ მიაწოდეო რაღაცა ესე და ამოვიდნენო რაღაცა და ეგ დაკერეო ამბოჩი ეს არაყი და ქლიავი გამომატანეს ამ სახლიდან და ეს ფული ჩავჯექი ამ ავტობუსში მოვდივართ რა და უცებ ხედავთ ერთი პოსტი აქ საველი აბანო გაუხსნიათ ეს ატკრეტი და შეშველი ეს დედაატირებულები ამ პოსტთან ეს თავგადაჭრილი ცხენი იხარშებოდა უკვე ამ ხალხ ვაბით და რა ვიცი აგვაჩერეს რა ვინ ხართო ნუ ასე მან უპასუხა მქვილი რო შემოვიტანედის ხალხი ვართ და ერთი პოსტი გავიარეთ მეორეს მოხდი მეორე პოსტიც ესენი იყვნენ და არ დამთავრდა რა პოსტი მე ვთქვი როდის დამთავრდა მესამე პოსტიც ესენი ამათი საზღარი თვალების ყურება არ მინდოდა რა ძმები და მეხოცი და ამათ შეხედვა ძალიან ისეთი იყო ჩემთვის ვერაფერს რო ვერ აკეთებდა გამოვიდა მეოთხე პოსტი ერთი და ჩეტვერა ბილი რა 4 იყავითო და ეს მეხუთე ვინ არისო ჩემზე უნებიან რა ნუ ჩვენთან ერთადო რა გვეხმარებოდაო იქო რა ქვილის იმაში ადგილობრივი არისო და ნუ ხარაშო რა ეს რა არისო რომ გიჭირავსო და რაყია მეთქი და მე ვაწოდე ამომართვა ხარული ჩავიდა რა და ამოვისმენქე რა დამთავრდა ეს პოსტები და მიმიყვანეს გაროჩე ეკლესიასთან მამაო
გვარ სახელს გავიხსენებ მამაო მიქაილი იყო ასეთი რა ამან მაკურთხა მე ხელი ამადო რას გადარჩენილ ხარო და განიცადა მაგრამ იმ კაცმა და კაროში თუ დამელოდებიო საღამოსო თბილისამდე გაგიყვანო მე შენ ავტობუსით ხალხი გამყავსო რა აქედანო და გაგიყვანო რა არისო პრობლემა რა და მოთხარი პოსტები არის კიდე მეთქი და რა ვიცი არ თავდება ერთ ხუთ ადგილას არისო კიდეო რა კარგი მეთქი მაშინ კიდევ თუ გეჩქარებაო ჩვენი დელეგაცია არისო მოსული წერეთელი ესენი ქარიანო ვარძელაშვილთან გუბერნატორი იყო მაშინ ვარძელაშვილი ხო გახსოვს მან გადამიყვანეთ მეთქი მაშინ და ნახე ჩვენი მანქანები და ეს გაეროს ვენის მანქანები და ესენი რა ეს იოშის დელეგაცია ყოფილა თურმე და ზემოთ ყოფილა გუბერნატორთან და ამიყვანეს გუბერნატორთან და სანამ შევდივარ ხედავ გამოდიან წერეთელი კიდევ იყო პეტრე ცისკარიშვილი მანდ მახსოვს და შევხვდნენ ესენი კარებთან და გუბერნატორს უკვე აცნობეს რომ ასეთი ოფიცერი ჩარჩენილი დაჭრილის ეს კაცი არის და გასაყვანია თბილისში და ამან უცებ მითხრა გაიყვანეთო ამან და პეტრემ უთხრა იმას რა ქვია შენ ჩაისვითო თქვენ დელეგაციის მანქანებში და გაიყვანეთო ესო პასპორტი აქო კითხულობს წერეთელი და რისი პასპორტი უნდა მქონდეს ოფიცერ კარს აქ ვარ ჩარჩენი და გამიყვანე წელში ხალხი არიან ამომასყა და პირდაპირ ხმამაღლა გამიყვანე მე რა პასპორტი ხო ოფიცერი ვარ გუგუჩი ეს აქ მოვხდი კაროჩეო გზაშიო გაგვაჩერესო და ჩეჩნებმაო და ისინიო და ყველა ერთად დაგვაწვინესო აქეთ ოფისასო და შემოწმებას ხედავ რა რაღაცას მეუბნება და გაგიჟდა ეს ისკარიშვილი მე მაგას ვერ დაუკარგა მაგ ადამიანს ჩასვიდო იმ პირველ მანქანაში და მე მიყვანეს და ესკორტის პირველ მანქანა რომელიც იყო იქ ჩამშვეს რა. და გამოვედით აქეთ არ დამთავრდა ეს პოსტები ბოლოს და იმ ღამეს მომიყვანა ამ ზღოლმა ჯაყოს ეძახიანო მითხრა რავი ასე გამასნო თავი და მეუბნება ეხლა გზაში სამი პოსტი შევხვდებაო კიდე მაგრამ მე მეტყვიო რომ შენ დელეგაციიდან ხარ და მე ვთხარი ბიჭო რა დელეგაცია და ბორუსია დორტმუნდის მე გამაცვია და 42 ფეხსაცმელია აქ იმ კაც 53 გონდა ფეხის და 40 ფეხსაცმელი გონია სახში და გასი მოვდივარ როგორიც ხო ხვდებით რა დღეში ვარ რა არ უთხრა მეთქი გემაიზის და ნუ ამათმა გაიწეს ბიჭო სურათების გადაღება რა ამას დანგრეული შენობების ამიცვალება ამ იოშის მოყავდა იოშს აჩვენებენ ესენი ყველაფერს აქ რა გაღიზიანენ ესენი კაროჩე და ჩამოვიდნენ ჩეშნების ჟამადაევიცი რო ეჭერა ეს ბემბეები წინ დაგვიდგენ არუჟია ბოიო და კაროჩე დიდი და პატარა გადმოყარეს მანქანიდან რა და ხედა უკვე რა დღეში არის ხალხი აქ ესენი და უყურებ ამათ ზოგს შარვალის დაუსვოლდა რა ესეთი სიტუაცია და უკვე გადატენილი აქ და არ გვიშვებენ არსად და მოდის რა ჩვენი მანქანა და მე ვინა ვიჩე მანქანას რა უნდა აქ და ჩატოვებული მანქანა პრადო იყო არ ვიცი ჯიპი რა ქართული ისინი ჩვენი ისა ხო ვიცანი ამოვიდა ვიღაც გენერალი რა ვიცი და მივიდა ამ იოშთან რა და დაელაპარაკეს რაღაცა და რუსი ხო და მწვანეზე გევლოთო და ნუ ასე დალოცვით გამოგვიშვა ამ გასმა შიშმა გაიგე ნუ ყველა წამოვედით აქეთ ნუ იმ ღამეს იმ დღეს მე სახში მივედი იგივე მეთაურთან დავრეკე ანტონ ხუთათელაძესთან ექიმი და ის მოვიდნენ და პირდაპირ სამყოფში წამიყვანეს მე უკვე ჩემი მას მე უკვე არ შემეძლო რა არც მეტყველების ის ქონდა რა ვიცი წნევა 50-50-ზე მქონდა კაც უკვე და გავითიშე რა სამყოფში გავიღვიძე და მეორე დღეს თუ მესამე დღეს მინახულა ბრიგადის მეთაურმა რომელსაც მე დაველაპარაკე მიშველი მეთქი რა თვარე რო დატოვებო მარჯი მითხეს ამ კაცმა და მეუბნება შენო დამირეკეო მე ტიროდიო რა მე ვუთხარი რა თმინდა ბიჭო ეხა შენი ტირილი გამეცინა უცებ არავშავს მეთქი ამანდիր მეთქი ყველაფერი კარგადაა მეთქი და არ შემიჩნევია ამას ამის წენა და არც არაფერი და მე ვთქვი ამათ ყველას მივხედავ გავის დროზე მეთქი რა უკვე ეთქობა თვითონ მარცხნივ დატოვა ხო და სერბილის ხო და მან რა მე ბერიძემაც მომაკითხა ასეთი იყო პოლკოვნიკი თუ გახსოვს შენ სათვალებიანი ბერიძე ლაშა სააკაშვილის მარჯვენა ხელი როგორ არ ვიცი კოაბიტაციის ნაყოფი ხო და მაგი ჩვენი ასეულის მეთაურიც იყო სხვათა შორის შეიძლება ეხლა ჩემზე თქვა და 7 ჯერ გარისხული კურსანტი საპარაგო იტყვიან ესენი მე აკადემიაში მქონდა გარისხვაზე პრობლემები 3 ჯერ გამრიცხეს და რა ვიცი ყველას კურსზე ვიყავი თითქმის და ესენი ყველა ვიცი შემწვარ მოხარშული ვინ იყო და უბრალოდ
ესენი რაც აკადემიაში იყვნენ, ის დარჩენ ოფიცრებად ომის მერეც რა, იქაც რა დათხოვნებზე ხალხს იმის გამო არ უშვებდნენ, სასწავლები იყო ასეთი, თუ კალბას კვერს არ მოვიტანდა, ჯარისკაცი არ მოვიტანდა, ვითომ 9 კაცი იყო, გაიბიჭი ვითომ და 200 კაცი ჯოგი ვითომ მათ ვარში რა. ესენი გახდნენ მერე ოფიცრები და რაც მანდ იყვნენ კურსანტობაში, ის ეთყობოდა ომშიც. ბატონობიჩა დავამატებ სამწუხაროდ მაგენი მარტო ოფიცრები კი არ გახდნენ, მაგენი სამხედრო პოლიტიკურ მმართველობაშიც მოვიდნენ და უფრო უარესიც იქ ისე. მაგათ გამო აკადემიიდან ემითონ გამრიცხეს, რომ მაგათ გამო სულ მაგათთან მქონდა ხიბიშები და მაგათ გამო მიწევდა სახში წასვლა არ მოვდიოდი რა, გაროში მე თქვი ამათ როგორ ვარ მამათ რა უნდა მისცე, რა უნდა ვაჭამო, გასო მე შევჭამე მას. თქვენი გაგდება შეერაღებული ძალებიდან, მოდი ამ ეტაპზე გადავიდეთ და მე შემდეგ ვისაუბროთ ჩაჩიბაიას თემა მაინტერესებს თვითონ. დღევანდელი გენერალური შტაბის უფროსი მე როგორც ვიცი ძალიან საინტერესო ინციდენტი ჰქონდა და შემდეგ მე გავაკეთებ პატარა ანალიზს ამ ჩაჩიბაიასთან გაგდებას, მე ჩემ გაგდებას რა შეეხება, რაც შეეხება ჩემ გაგდებას, მაგათმა დააგვიანეს მე ერთხელ 3-4 წელი ვიყავი მის მერე 2008 ჯარებით, მაგრამ ამათ როგორც ისე ახლა მათ მეთაურობას მე უკვე როგორც მეთაური ვერ აღვიქვავდი რა მაგალითად ლიპარტელიანი იყო ერთი პერიოდი ჩემთან და ამათ უკვე ამასგან ვიგრძენი უკვე რაღაცა ნიტოდ მექცევა გამიგე ხედავ რა უკვე ყველას აწინაურებს ყველას მენდლები რა ვიცი ყველა ქაქუცა ჩამოიგიდა ამათმა რა ქნეს საქაქუცოაზე არა ვარ მაგრამ ხო ხედავ რა გზნობ მეთაურისგან ცივი ურთიერთობა მოდის და მეუთხარი გადავალ მეთქი რა სხვა ნაწილში მეთქი მე აქ ვერ იმსახურებ მეთქი და კაროჩე წავედი კალანდაძესთან მეოთხე ბრიგადაში რა გიგისთან მივედი რა სამანდატო კომისია ჩაატარეს მან უნდა დავნიშნულიყავი რა მე რა შამათავა იყო ერთ-ერთი ოფიცერი საავტომობილოს მეთაური იყო საშტაბის ერთ-ერთი ბატალიონის ის რომელიც დაიჭირეს გაასამართლეს და მან დაგნიშნავო ჩემთანო საავტომობილოშიო მაგრამ მეგობრობდი ერთად ვიყავით ჩვენს მაგაცები ვიყავით კურსანტებიდან ერთად და მაგრამ მომიყვა მაშინ მეუბნებოდა ესა კაროჩე მეც ისეთი რაღაცა შევამჩნიო ჩვენებსო რა უპროსობასო რა გიგიზე და მაგაზი კალანდაძე და მაგაზი რომ ესენიცო კაროჩეო მაგაცი იყო ჩემი და არც ნორმალია და ასე მე სნაიპერმა დამადო რა და ჩემი გამოვიზახო სატანკო ტანკი რომ იქ იქნებოდიო ჩარჩენილი და მაგრამ ამას რა დაემართა იცი ეს მოხდა უკვე ზემოთ ახალაიასთან და იმაში და თანამდებობრივი აღმავლობა ამ ჩემს მაგაც რა და ეს გამიხდა გვერდზე რა ხედავ ესეც გამიხდა გვერდზე და მე უთხარი ბიჭო მეთქი ეს დანიშნეს მე ბრიგადის მეთაურად მეოთხე ბრიგადის ეს შამათავა და მეფეთა სინდრომმა შეიწირა შემის მაგაც და ჩემის მაგაცობა ზემოთ და მე უთხარი ბიჭო ვიწყებ მეთქი მე ამას არ შევარჩენ მეთქი ამას და მე იყო მეცხრე არც მივეცი მე ინტერვიუ რა ინტერვიუს 4 წუთი გაუშვეს მარტო მაგათმა და ეს დისკი სად არის დღესაც არ ვიცი მაგრამ ეგ არის 4 საათიანი 2 საათიანი მასალა რა ან საუბრო ბუცება ახალზე რა რაც იყო და როგორ იყო რა არ გავუშვიათ ბევრი ნამ და ну ახლა დავაპირე აღდგენა მე თქვი დაბრუნდები მე და რატო გაგიშვეს მიზეზი რა იყო მიზეზი რა იყო და ბოლოს შერაგებული ძალებიდან მე მან რაც მოხდა გეტყვი ახლა მოვიდა ახალი მეთაური რა ასეთი კიკაბიძე რა გაგიგიათ ალბათ პოლკოვნიკია დღეს საფრანგეთშია მე მგონი თავშესაფარი მოითხოვა ვიცოდი სად იქნებოდა სად შემეძლო მაგის წაჭერა მაგრამ არ ვიკადრე მაინც არ მივედი მან და მაგას თავიცოდვები ეყოფა მე რა უნდა მექნა. საფრანგეთში ხო ვიყავი მე ვიცოდი სად იყო. აი ერთად მოხვდით პოლიტიკურ თავშესაფარში. ხო და მაგას მიცეს მაგას მიცეს რა ეს რა ქვია სიმსიმე კოლონია არ ვიცი და ეს მოიყვანეს და ამასაც ახლა მივედი და აუხსენი სიტუაცია. აქ რა სიტუაცია ამ ბრიგადაში ვინ არიან ესენი კაროჩე და თავიანზე მე უთხარი მე აწეო რა ზემოთ და შემპირდა თანამდებობას იქნებიო კარგად და ცოტა მაცალეო რა მე ვიცნობდი ადრეს მაგას დიდი ხნის ურთიერთობა მქონდა და კაი მასალე და ვხედავ ამას ესენი აწინაურეს ვიღაცებს რომელიც ვაფშე ჩარში მსახურის ღირსი კი და ფორმის ღირსი არ არიან რო ვიცვათ სირცხვილია მაგათ ფორმა ვაცვია და ამა დაწინაურებს და ჩემთან რა გამოაგზავნა ასეულის მეთაური და გეძახისო და რა უნდა მეთქი და შენო კაროჩეო ომამდეო ერთი მევახშე იყო მანდ ქალი გოგო რა პატარა გოგო იყო
მახშობას ეწეოდა 20 ჯარისკაცების კარტების დალომბარდება და მოძრავი ლომბარდი. თან მუშაობდა ხო ჯარში? ხო და ბაღდავაძე იყო ასეთი. და ამის რაღაცა გამიჭირდა მაშინ ხო ის ყველას არ გველხენს ახლა და რაღაცა და მინუსდენი ვიყავი დამეტოვებინა კარტა და ეს რა გვესენა. მეთქი ეს ამის პროცენტის თავი ვისაა ხაონი. პროცენტებს თხოვს ეს თურმე ეს კიგაბიძის ახლობელი ყოფილა მეგობარი და კიგაბიძე პიგადის მეთაური. ხო და პიგაბიძეს შევყავარ წაკაძე იყო ერთი შტაბის უფროსი თუ გახსოვთ მაგას ესეცესრებოდა ამ საუბარს და შევყავარ დამათან და მეუბნება ბიჭო სასწრაფოდო დაუფრუნეო ის ფულიო იმასა თავისი პროცენტებითო რა და მე ვთხარი შენ ბრიგადის მეთაური ხარ თუ მე პროცენტები მეთქი ჩემი ძმა თუ ხარ რას მეუბნები მეთქი რა და ზავიდა შეხლა შემოხლა და მე რა დაუთმობდი ხა კიგაბიძესთან ხარ მეთაური იყო მაგრამ თავარია ადამიანი იყო თორე მეთაურობა რა ისინი იყვნენ ჯინერს უკაცრავად ბატონოვიჩა აქ ერთ ჩართვას გავაკეთებ ახლა თქვენ შეიძლება გიჭირთ ამაზე საუბარი მაგრამ რა ჯარებიდან მაშინო შენ გააგდე თუ სასწრაფოდ აქედანო და დაურეკა კალანდაძეს პირდაპირ და იმან კიდე ცოცხალი არისო ისო და გააგდეთო აქედანო ეს მოვაშორეთო რა დაურეკე ახვლედიანთან ეხლა თქვენ ზონდერიო თქვით მე მაგაზე პირველად მესმის მაგას ვიცნობდი მე ეს დავახასიათებ ასე მაგ ადამიანს მაგას წლებია ვიცნობ 19 წლის იყო ფორმაცია პარტიზანულ მოქმედებას ეწეოდა ეს არის წარჩედან არის მე მგონი ძირითადად ბევრი მოწინააღმდეგეა განადგურებული და მაგას ვხვდი მეომრა და მე ხა პირველად მესმის და ფაქტია ეხა აცამა კაცი იყო დაწერილია პროკურატურაში და დასჯიან და ამდენი ხანი რატო დასაჯენ თუ ასე იყო რა მე არ მესმის სხვათა შორის აი ტელევიზიაში მიტოვზი ვარ ხო და ამკაც დაურეკე უკაცრავად არავის არ უნდა დაეკარგოს ამკაც დაურეკე უკაცრავად თუჩა ერთი წუთით ბოდიშვილი არქანი არის ესეთი პიროვნება, რომელმაც პროკურატურაში მისცა მასე ჩვენება, დაწერილი აქვს თუ მეგის კარდავასთან ერთად როგორც ემდა, ერთია რომ ვინმე 8 წელი აქვს, მეორეა ადამიანური დამოკიდებულებები და სახელმწიფო. ერთ-ერთი ღამეა ჯერ კიკაბიძე არ იყო მოსული, მეთაური ჩამოდის, ბრიგადის მეთაურის თანაშემწევა, ეს მის თანაშემწევა ბრიგადის მორიგის და მეთაური მეუბნება გამაღვიძეო რა, დაუსვენებო და გამაღვიძეო ჩაჩიბაია უნდა მოვიდესო, გამიგედა. გენშტაბის უფროსად დანიშნეს მაგ ერთი პერიოდიო მის მერე რა. კი, სააკაშვილმა დანიშნა. ხო და მაგას რომ მოვიდა, ნუ სმენა არ გამაცემინა პირდაპირ თავისუფლად მითხრა და ნუ ჩამოვარ თუ ხელი მე კაი ურთიერთობა მქონდა მაგასთან და მაგ ადგილზე რაც შევძები მოუყევი რა, ბევრი რა. მე აქ არ გავჩერდები მეთქი ამ ზალათმირებთან და სადმე გადამიყვანი მეთქი თუ ზმახარ რა, თორე მაგ რაღაცა მოხდება მეთქი რა. უგეშენიაო შენ ცოტა წნარად იყავიო მე მოგივლიო რა მე რო და გადაგიყვანო რა და გაწინაურებო სადმე წაგიყვანო და ნუ ეს დავიჯერე ეს ყველაფერი მაგრამ ნუ არ მოხდა ჩემი გადაყვანა სარამკი კაბიზისთან ეს შეფრთხილება არ მოხდა ახვლედიანი მოვაყოლე თემას ახვლედიანმა დარეკა მე დავრეკე ახვლედიანთან და კობა მეთქე მიშველი მე ვახშები დამერიან და ამა დედაცვადრე წამიყვანი მეთქე აქედან სადმე რა გარუჩე რა თუ შეძლებ თუ კაცურად ამიდგები მეთქი და ურთიერთობა მქონდა კარგი და ეხლავეო პირველს დავალაპარაკებიო და დაგირეკავ არ წუთში და აწუთში დამირეკა, ნუ გარო შენი ამ დღეებშიო რა შენი ბრძანება გაკეთებაო და დაინიშნებიო ბრძანიში სასწავლო ცენტრში. და დამნიშნეს მან რა. მან მოხთავდგირიძე იყო მეთაური ნორმალურად დამნიშნეს მან ჯერ საავტომობილოს მეთაურად და მე ვიღავი კვანძის უფროსი ბოლოს ოჯარებიდან გამომიშვეს. და მოვიდა მან ერთი პერიოდი 2 წელი იმსახურე მან კონტრაქტამდე მქონდა რა 6 თვე დარჩენილი მე უნდა მიმეღო ბინა და რაღაცა ხო ხტები ამდენს სამსახური ხო უნდა მიმეღო ეს ყველაფერი 6 თვე და მოიყვანე შველიძე ერთ-ერთი რომანა შველიძეა ჩემი კურსელი იყო ერთი პიროვნება ნუ ამ პიროვნებაზე რავი როგორ დავახასიათო არც მინდა არც მეღერს მაგაზე საუბარი ну короче ეს დაინიშნეს მეთაურად რა ერთი პერიოდი ახლა იამ რომ განაახლა კადრები რა 8 წია ესენი და ეს მეთაურად დანიშნეს წანის ხო და ამასთანაც გქონდა მე ურთიერთობა ჩემი და ამასაც წინა დღეს ну ერთი 3 თვის სახურის მერე ერთ დღეს მოხდით დავამგზავრე მანქანით გამიჩერა რა ხო და ამას მოუყევი ბევრი რამ თავის ხონელებზე ვინ არის ეს გოფოძეზე იმაზე ომის პერიოდი რა ხო არის ეს სადღაც სხვაგან ყოფილა მაგ დროს და არიცოდა და ესენი არიან მეთქი ეს ხალხი ხა რასაც აკყვები ეს მოუყევი ამას რა
ერთი კვირის მე ვიგზენი ამასგან ზეწოლები შენ ჩემთან არ მოდიხარ აქ მე არ მეუბნები რა ხდება ნაწილში რატო არ მაგებინებ და ჩემთან რატომ გიტყდება ამის თქმა ვინ აშავებს და ანები მომიდანეო რა მეუბნება აქ მაბოზებს აშკარად რა ბოდიში საზოგადოებასთან და მოვთხარ რა უნდა მოგიდანო მეთქი შემეშვი რა თუ ზმა ხარ მეთქი და ერთ დღეს რა სახში წავედი და ოთახში რა მაშინ ახალი შემოსული იყო ბრძანება სიგარეტის მოწევაზე კაბინეტებში და იმაში და რა ვიცი როგორ მოხდა არ ვიცი წინა დღეებში განგაში იყო და ბევრს ეძინა ჩემ ოთახში რა ვერდი 5-6 კაცი და კაზარმული იყო გამოცხადებული და სადღაც სიგარეტის ბეჩოგი უნახია რა და ამის გულისის გააკეთა განგაში რა წანისი მოაწყო გამომიზახე შობულებიდან და მოვდივარ ამასთან შევდივარ და მეუბნება ამ ოფიცრებს მოუწყვია აქ იმაში რა ქვია და ამ ოფიცრის გამო თქვენ 4 დღე არ წახვალთო სახში და ჯილები ხართო და ბავშვს კურსანტულს აწვება იმ ძველ სერჟანტულს რა ვიცი რა დაუძახა ვერ გაიზარდა და ამას და აქ უკვე აქ არ გაზრდილი ოფიცრებისგან და ერთი წამომეკიდა შენს გულის სახში მე მივდივარო და ხელის დარტყმამდე წავიდა ეს იურისტი იყო ერთი და იურისტი ხო იურისტი რა და ხელი დავარტყით ერთმანეს და დამიბარა იმ დღეს ორივე დაგვიბარეს და ესო არსად არ თქვა და შერცხული არისო კაროჩე რომ მოხდაო და თქვენ შერიგდით და შეგვარი გამშველიძე მithom რა ჩვენ მეორე დღეს თუ მესამე დღეს რაღაცაზე ტელეფონი არ ქონდა ჩაბარებული და პრიმიტიულ შენიშვნაზე დამსდევს ახლა ბევრს და აქ ტელეფონი არ აბარებდნენ ახლა ბევრი მაგრამ მაინც მე დამსდევს რა ხედავ და ტელეფონი საუბრობ და დამიჭირა ამ ტელეფონზე და всё ხელფასის დაკვითვაო და ანუ მიცხადებს აქ და კაროჩე საყვედურს და მალე აქედან წახვალ მოიტანე ისაო და ხედავ რა და მე ვთქვი ბიჭო რა მოგივიდა ასე უცებ რა და ანდა თავის ხონელებზე ეს რო ესაუბრეს ყველაფერი ალბათ ზემოთ უთხრა ვიღაცას და ეს ამას რაღაც ბიცის ბევრი და რა თქმინდა ეს მოიშორეთო აქედან მიიღო ალბათ მითითება არ ვიცი აბა ერთ დღეში შემეცვალა კაცი რა და ბოლო რა შენ სერჟანტი ხარ თუ პოლკოვნიკი მეთქი რა ბოლო კაბინეტში სამხედრო პოლიციას გამოიძახა და ხელი დავარტყი რა ამ მეთაურს ეგრე წოდებულს და სამა როგორ დამარტყაო ხელიო და კაროჩე ბოლო გამოიძახა პოლიციელები ვარდოსანიძე იყო ერთი ჩემი კურსელი უნგიაზე ისე ჩემი მეგობრები მოვიდნენ და როგორ დაგიჭირეთო ამას როგორ წამოგიდეო ამას და რა გიყო და დარეკილი აქო ეხა ყველგანო და всё რა გაგდებენო ჯარებიდან გადასდაო კალანდაძემ გააგდეთო ყვირისოდიქი და всё ვერაფერს ვერ შველითო ვერაფერს და კაი მაშინ მოიტანეო მოთხოვნა ასე დაიკერავით მოთხოვნა მოიტანეო და ადღეშიო მოთხოვნა მექნებაო და წადიო რა არაფერს ვის არ მაგო და ვისთან უნდა წავსულიყავი გასო გენშტაბის უფროსის დარეკილი აქ და ყველა ვის მე თავთან მივედი ყველა მითხრა მე არა მე ვერ მიგიღებ მე ვერ მიიღებ და ყველა რა გამიდგა გვერდზე და ჩემი ძმაკაცი შამათავა რომელიც რა ისიც მეუბნება რაღაცა იმას რა მე დამირეკე ერთ საათში დამირეკე всё მიხედავ და იმედებს მაძლევს დღეები მიდის რა და ერთ დღეს უკვე ტელეფონზე ამასაც მიუტრიალე ყველაფერი მან და შენი სასტავის მეთქი და გამოვცხადი და მითხრეს დაწერეო რა პატაკი და წადიო ჯარებიდან რომ არ გინდაო მსახური და მე დავწერე რომ არ მინდა მსახური და წამოვედი ჯარებიდან და ვიქ ესრებოდა დაშნიანი მოადგილე იყო მაგისი მაგან გამომიძახა მე პომიდან და მაგან მითხრა კაროჩე ამას ეხა თუ არ დაწერო რა ვიცი შველიძე ანაკლიაში არის ეხა მენესთან ახალაიას კონდა მან დოქროსაწმისში შეკრებები ამათ კრებავდა და იქ მედიოდა ის გასორტვა ვიღაცები და იქ დამიბარეს სხვათა შორის ანაკლიის უნდა მსულიყავ დოქროსაწმისში ხო მაგრამ იმას ახვლედიანმა მიშველა მაშინაც არ წახვიდო მე მეტყვიო ყველაფერსო და კაროჩე რა ბოლო გამიშვეს ჯარებიდან რა მოვიდა 2012 წელი ნანატრი და დაიწყო ამ ჩვენმა ქართულმა ოცნებამ მაგ იმედი ამადი რომ გახშირავენ ამ ძალადგმირებს სიმართლე არ დაეკარგება არავის ამ ლოზუნგით მოდიოდნენ დიდი ლიდერიდან დაწყებული ყველა და ამ ლოზუნგით არის ხო და მე ვთქვი სიმართლეს როგორ დამიკარგავენ სინამდვილეში არაფერს ვიგონებ ყველაფერს ფაქტები და არგუმენტებით ვსაუბრობ რაც ვთქვი ყველა სიტყვაზე ვარ პასუხისგებელი და გავიმეორებ რომ ნებისმიერ ადგილას თუ დაინტერესდებიან მომიყვანონ ისინი და ყველა დამიყენონ პირზე მზად ვარ პირდაპირ უთხრა სათქმელი რაც იყო რა არ მგონია გადათქმანი იმიტომ რომ ეს ისეთი გადათქმა იქნება რა ვიცი დაიბნევიან ისედაც შეეთყობათ რომ ტყუს ლაბარაკობენ და
ჩვენი ოპიტნი თანამშრომლები კიდე მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას ალბათ რა ვიცი ღვთისმღალობით ამისი მედი მაქვს აი ეს ჩაჩიბაიაზე всё აღდგენა დავაპირე ჩაჩიბაიასთან მოადგილეა იმის კაპანაძე გენშტაბის უფროსად მოვიდა მაშინ გაზეთ ვერსიაზე დაიწერა ჩემი ინტერვიუ იმ მეცხრეარგმანს გაუშვა და დამიბარეს რა გაროჩე ისო დაწერეო ისა იმის სახელზეო კაპანაძეს სახელზეო განცხადება კაპანაძეს და მიგიღებთო ჯარებში რა მან გამოუშვა ბრძანება მინისტრი რომ იყო პირველი ვინ იყო ოსნელანო დანიშნა ალასანია პრობლემა არ არისო მის მოადგილესაც შეხვდი გეგეჭკორს ყველაფერი რაც ახლა აქ მოვყევი ყველაფერი ველაპარაკე ყველაფრის კურსზე იყო მოადგილე რომ იყო მაშინ ხო ხდებოდა ქვემოთ თვითონ ის გააკეთეს ოფისი რომ შეხვედროთ და შევდივარ ახლა კომისიაზე და ხედავ მის მეჯარებიდან გამაგდო კომისიის წევრები ზიან აქ და ილაპარაკე ახლა აქ სიმართლე რა ну ამათაც ბევრი არაფერი ну დავай ჰოსპიტალში გავუშვითო კომისიაზე და ну ერთი კაცი იყო სამოქალაქო პირი მაგის სახელი არ ვიცი ერთი ჯონი ტატუნაშვილი ესწრებოდა მან და ის დანარჩენი ის ზალადმირები ვინც იქ ომში ვიცოდი და თვარე რომ მარჯვნივ დატო ხო და აქ რა უნდა მელაპარაკა ამათვის და ბოლო გადაწყდა ჩემი მიღება და გამიშვეს კომისიაზე ბატონებო სამანდიმას ჰოსპიტალში ტატუნაშვილია ასეთი დღეს მანდ მუშაობს დღესაც არის მე მგონი კომისიის თავმჯდომარე ამ დაბრაკვები და ისინი რომ მიყავს ну ვისაც ესე ვალება მანამდე მე ავედი ჰოსპიტალის უფროსთან და დავაყენე რა საქმის კურსი ჰოსპიტალის უფროსის მოადგილე იყო რომ მე ცეხებატიდით ვიყავი ჯარებში და ამაზე პრობლემა რო არ შეგნებოდა წინასწარ დაველაპარაკე ამას ტატუნაშვილსა შენი მიღებული ვარ მეთქი 2007-ში ცეხებატიდით და ეხლა ამაზე პრობლემა არ უნდა შემექმნას მეთქი მე და კაი ანალიზები ამიღეს ყველაფერი ჩვეულებრივ წავიდა და ეს გეკთნები მეუნებიან რომ არცად არ ჩანსო შენ ცეხებატიდი სად ქონდაო რა თვითონ ამას აქვს თურმე ფუნქცია თავისით იკონსერვებს დუს თავს რა ხო ხტები რა რამ ცეხებატიც და აქტიური თუ არ არის გადამდები არ არის და რაღაცა მე ოჯახი მყავს და ფიქრობდი ამაზე ხო არა მეთქი არაფერი გადამდები არ ყოფილა და არ ჩანსო რა ესენი მეუნებიან და შევედი დატუნაშვილი და ცეხებატიდი არ ჩანს მეთქი მეუნები ხო და არა მეთქი არ მქონია მეთქი და ძალიან კარგად გზნობ მეთქი თავს და როგორ არა გაქო კაცო მე მაჩვენეო ეს ყველაფერი გაადა შეადარა იმ ძველ იმას და ხელახლა გამოვიდა ცოტა ხნის შემდეგ და ნუ გაროჩე ბრაკი დამირტყა იმაზე რა დამბრაკა რა ამ კაცმა რა ცეხებატიდი გაქო და კანონი არ ითვალისწინებსო რა ამ დროს კაპანაძის მოადგილეს რომან ჯოხაძესაც ჰქონდა ცეხებატიდი ისე რომ იცოდეს მაგრამ იმისთვის კანონი ეტყობა სხვანაირად იყო და ამისთვის სხვანაირად იყო არა ბევრ დღესაც სერიოზული პიროვნებები ვინც არიან აქვთ ესეთები მეგულება სამედიცინო წესდებაში ითვალისწინებს ეს შეულებრივია რას ითვალისწინებს მე უმნიშვნელო შეზღუდვებით ვიყავი დანიშნული და შეეძლოთ ისე უმნიშვნელო შეზღუდვები დავინიშნოთ ხო და აი ეს არ გააკეთა ამ გასმა და მე მივხვდი რომ ბეჭედ მაგ დაარტყამ და იმ ღამის მე არ მინახიეს რომ დაარტყა ბრაკი მაგრამ მე ერთ კვირაში პასუხი მოგივაო მაგრამ ეხა უკვე ჩალიჩო ერთ კვირაში რომ რაღაცა მივაღწევ და ამ დროსაა რო ხტები სესიაშვილს რა და სესიაშვილს ველაპარაკები შერატომ მერიოდ შევხვდით ერთმანეთს ერთ-ერთზე ველაპარაკეს ფაქტები ამ შინდიზე ყველაფერზე რასაც ეხლა აქ ველაპარაკეთ თქვენთან ბატონებო აი ეს ვესაუბრე პირდაპირ უშიშროების საბჭოს რას ქვიაო ეს როგორ გიქნესო მე მოგხედავო შენო და არ არისო პრობლემაო და აი ჩემ თვალწინ დარეკა ვიღაცასთან არ ვიცი მინისტრის მოადგილესთან და ეს კაციო ასეთიო და ამ ცეხებატიძე ვინკურირებსო იმასო და ლადოს დაურეკეო უთხრეს თურმე და აუ ლადოსთან დავრეკაო და უცებ მივხვდი ჩაჩიბაიას ვლადიმერს ეძახიან მოფერებით ლადუნას რა ესენია სასტავი ჩაჩის ხო ზოგი ლადოს ეძახის ზოგი ჩაჩის და ცოტა ხნის შემდეგ ეს სესიაშვილი მეუბნება რა ისაო რა შენო ცეხებატიდის გულისისო ნუ არის თვალისწინებსო კანონიო და ეხლა ბოდიში და მე რაღაცას იქით მოვახერხებო რა კიდე რა და გამისტუმრა რა აქედან ლადო რო დაელაპარაკა რა ჩემ თვალწინ ელაპარაკა ეხლა მივედი ლადოსთან პირდაპირ გენშტაბში და შევხვდი ზემოთ მაწერინებენ რაღაცას და
მომიძებნეს შტატი თურმე რა, короче, ძაღლების მომლელად რა, დრესიროვჩიკის, სპონჩი უნდა მომხედულიყავი კინოლოგებში ზემოთ რა, ნიშნავდნენ მას სამოქალაქო შტატს და მე გაგასამხედროებთო რა. და მე უთხარი მამის დედას ვადერე მეთქი პირდაპირ უმრი მამის მეტი შტატი ვერ ნახეთ მეთქი რა არის მეთქი ეს ახლა კი ოჯახის გულისთვის მან წავიდოდი არ იყო პრობლემა იმ ზაღლის მოვლაც რა მთავარი იყო ჩემ შვილს რაღაცა მომეტანა მაგრამ უთხარი მაინც დავძინე რა ზემოთ რა ეს რა არის მეთქი რა და შენო ჩაჩიბაიამო ბერიძე მეუნება ესიც თქვა ამ ზაღლების მოვლადაც არ მივიღებო ამასო პროსტო უბრალოდ რა ვქნაო ეხლა და შენო მიხედეო ამ საქმესო რა ჩარეული იყო ჩემს აღდგენაში მაკარაძე ერთ-ერთი არის დღეს ამერიკაში სწავლობს და ეს იყო ჩარეული რა ჩემ აღდგენაზე ეს ხალხი მე მეუბნებოდა შენ გვერდში ვარ ყველაფერი კი შენ ეს ილაპარაკე მალხაზ მაკარაძეზე ხო არა მეცხრე არზე შენ ილაპარაკეო ეს არ უნდა გეთქვა ოფიცერ კაცო მარაო გაროჩეო რა ჩვენ შენ გვერდში ვართო და აქ ეს მაკარაძემ თქვა ხო ცნობისთვის ეს მაკარაძეს არა იმან მითხრა რა ქვია ბერიძე ლაშაბერიძე მაჩკებია პოლიტიკური განცხადებები გამოგივიდა და შენისთანა პოლიტიკოსი არა ვარო მეო და გაროჩე ცოტა ისე მიმიღო და ოთახიდან გავდიოდი ისე შეხვდა ჩაჩიბაია გამარჯობა მივესალმე და ოთახი კარი გაღებული იყო და ეს კაჭარავა და ეს შველიძე ვისთანაც მე მქონდა ისინი კაჭარავა შალვა ასეთი იყო ტანკები რო დატოვა იქ რუსებს რო დაუჭო ხო მეც გამიგია მაგაზე გავიგე მაგრამ ფაქტები დავიცი მაგრამ გავიგე რომ ასე დატოვაო და ეს ყავს ოთახში და მე ვინც გამისვა შველიძე მაგიზმა და რა ველაპარაკო ახლა ამათ ჩაჩიბაიას ხო ვერ გავ ვიცი რომ ამათაც ეთყვის და აზრი არა აქვს და აშინ მითხრა ლადომ გაროჩო შენო მოხედავსო მე დავავალეო ბერიძეს და იმასო მაკარაძესო და დაგნიშნავენო სადნეო და წადიო და ის ლოლაშვილი არისო ვიღაცა მეთაური იმაში საინჟინეროში ის მეთაური ნახევ და მიგიღებსო ეგ ზაღლების შტატი აქვს რაღაცა და მე მივედი ლოლაშვილთან და მე ვთხარი სხვა შტატი არა გაქვს მეთქი ვიცნობდი და არა მაქვს და აბა ეგ არ მინდა მე თვითონ იმუშაონ მეთქი და წამოვედი რა იქიდან წამოვედი იქიდან და გავიდა ერთი თვე ორი თვე და რა მიჭირდა ოჯახში ბავშვი მყავდა ფილტვების ანთება ჰქონდა და აციებული სერიოზული და მეთქი მივალ რა მათთან რა ჩაჩიბაიასთან მივალ ამ ვისთანაც გავალ კავშირი და იქნებ მიშველონ მეთქი რაღაც დამეხმარონ მეთქი ჟარში არ ღებულობენ და იქნებ ადამიანური ფაქტორი იქნებ რაღაცა გაეღვიძოთ რაღაცა დავაბარე გემოდან დაურეკე მიღებიდან ადიუნტანტს თვითონაც SMS-ი მივწერე ტექსტური მომწერა კიო გამოუშვებო დაელოდეო და ჩამოდის ადიუტანტი ხელში მაკავეს ფულს რა და მოვდივარ გზაში გახარებული ვარ ახლა რაღაცა მგონია რა ნორმალური ერთი ან 100 ლარია რაღაცა წამლებისთვის ფილტვების ანთებას ამდენი უნდა ყველა მიცის დღეს და 5 ლარიანი მიჭირავს ხელში რა და 5 ტყვია ამისთვის დასაჭედებელი მისთვის შუბში ჩემი ხელიდან მაგრამ მე არ მაქვს ამიძალა თუ ეს უნდა გავუკეთო ასეთ კაცს მე არ დიდი მადლობა ბატონო უჩა მე ასეთი ყავ დღეს გენერალური შტაბის უფროსად ბატონებო არა ეს კიდე რაც თქვით არაფერია იმასთან შედარებით რაც ახლა ვიტყვი ის რო კაცი მეგობრად არ გამოდგება მეომრად არ გამოდგება და მე ვახშეა მე ოპერატორს ვთხოვ ანახოს იუსტიციის სახლიდან ამობეჭდილი დოკუმენტი სადაც გენერალური შტაბის უფროსის ვლადიმერ ჩაჩიბაიას თანაჰიპოთეკარობა არის დამოწმებული. გარდა ამისა, ვლადიმერ ჩაჩიბაია მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ საომარი მოქმედებები დასრულებული არ იყო, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანთან ერთად დააჯილდოვა მიწის ნაკვეთით კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე. ბატონო ვლადიმერ 2502 კვადრატული მეტრი რაღის ეხლა კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე. იმაზე საუბარი ზედმეტია, რომ თქვენი მდივნის ქალბატონის შვილები, ორი შვილი, მათ შორის დები კაროლები დაასაქმეთ თავდაცვის სამინისტროში ზუსტად იმ თანამდებობებზე და იმ საშტატო ერთეულებზე, როგორც თქვენ ეს პროფესიონალები, ნაომარი ბიჭები, კონტუზირებული, განადგურებული ადამიანები გამოყარეთ. თქვენ არც მეგობრად ვარ ხართ, არც მეომრად ვარ ხართ, არც ჯარისკაცი ხართ, კარგი. თქვენ უბრალოდ მოხდით გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე იმიტომ, რომ პოლიტიკურ სიმპათიებს და ფავორიტიზმს იმსახურებდით. ამ საახალწლოდ ამის თქმა, რა თქმა უნდა, მიჭირს, მაგრამ ვალდებული ვარ. მე ჩემი ქვეყნის დროშაზე ფიცი მაქვს მიცემული და დღეს თუ ხელში იარაღი არ მიკავია და განსხვავებით ამ ადამიანისგან 5 ტყვიას ვერ გესვით, როგორც ის, მე ვალდებული ვარ ეს სიმართლის სიტყვები ვისროლო.
და თქვენმა სქელმა შუბლმა ეს ყველაფერი აიტანოს, ხოლო საზოგადოებამ განსაჯოს ვის, როგორ და რანაირად. გმადლობთ ყურადღებისათვის.